სანაკრებო ფრანჩიზები გასწორდა იტალიის ნაკრების ვერტიკალს. კონდომან ბევრი რამე ცადეს მაგათ რა, მოთამაშეების ჩამოყვანა ისიც. ხარისხიანი თამაში საბოლოო შედეგი არის თამაშის მოგება. ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენმა მოთამაშეებმა მაღალი მიღწევების ნაწილში საერთაშორისო სტანდარტის რაგბი ითამაშოს. გამარჯობა, წარმოგიდგენთ ახალ ეპიზოდს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ლევან მაისაშვილი. რაგბის მოყვარულებს და გულშემატკივრებს ლევანის წარდგენა არჭირდება. ბევრი კითხვებია ლევან დაგროვილი შენთან რა და სამწუხაროდ ის რა ვითარებაც არის ჩვენ ტელესივრცეში, დარწმუნებული ვარ, ესეთ ცლად საუბარს ამაზე საშუალებას არ გაძლევთ რა და ჩვენ ზუსტად ამიტომ ვცადეთ ამის გაკეთება, რომ აქ შეგვიძლია წყნარად, აუღელვებლად, თუნდაც უსიამოვნო და რა თქმა უნდა პირველ რიგში სასიამოვნო რაღაცებზეც ვილაპარაკოთ რა. გთხოვთ მიშა, ჩვენც ახლა რაღაც კითხვები გვაქვს დაგროვილი, რაღაცა გულშემატკივრებით გვწერე რაღაცებს და კიდე მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს რომ მოგწერეთ ხოლმე. რამდენად რელევანტურია ეს კითხვები ცალკე ამბავია, მაგრამ ფაქტია რომ ინტერესი აქვთ რა ამისი და გავიცი, ჩვენ გონია რომ რაც უფრო მეც ვილაპარაკებთ ამ თემებზე, თუნდაც ისეთ თითქოს უხერხულ თემებზე, ცუდი არ იქნება და. გავიცი, გადაწყვეტილებას შენთვის მოგვინდია, შენ ჩათვალე რამდენად შეიძლება ამაზე ლაპარაკს, ეს აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, ნებისმიერი მიმართულებით. აი მიშა მოემზადე ესე. მადლობა, რომ სიტყვით გადმოხვედი ჩემთან, დიდი მადლობა ლევან რომ მობძანდი. და გამონახე დრო ამისათვის მე კიდე გონია რომ ეს დრო საკმარისი არ იქნება და ჩვენ კიდე მოგვიწევს შეხვედრა, იმიტომ რომ ინფორმაციას რომელსაც შენ ფლობ ძალიან დიდი იქნება და ამ ერთ ფორმატში შესაძლოა ვერც მოვაქციოთ ეს ყველაფერი ბატონო ჩემო და აი მინდა პირდაპირ კითხვით დავიწყო მაღალი მიღწევების დირექტორი. ხე იმის გათვალისწინებით რომ თქვა ჩვენ გულშემატკივარი გვიყურებს და მათ შორის რამდენად არის გათვითცნობიერებული კიდე ყველა არ იქნება ხე ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად თხოვნა არის ესეთი რომ იქნებ შენ მოყვე თვითონ შენ უფლებებზე რას ნიშნავს ეს პოზიცია ეს პრაქტიკაა სოფლიო რაგბის პრაქტიკაა ესეთი ეს პოზიცია ეს სტატუსი და რა მოასწარი მე მახსოვს რომ 3 წელია ხო მაგ პოზიციაზე ხარ აი რა მოასწარი ამ პერიოდის განმავლობაში რისი გაკეთება კიდო და ვერ შეძელი და აპირებ და ასე შემდეგ ჯერ და მე ჩვენ კითხვებით შეგეჭრებით რა კი ბატონო მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ YouTube მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ამ თქვენ წამოწყებაზე და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ნამდვილად ცოტა ადამიანია ვინც რაგბზე საუბრობს და რეალურად დღეს დეფიციტია ამის. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე არსად სადაც მსგავს შემოთავაზება მქონე არსად უარი არ მithქონს. აქაც დიდი სიამოვნებით თქვენ პასუხებს გავცემთ თუ საჭირო იქნება და საკმარისი არ იქნება ეს თქვა დღევანდელი დღე სხვა დროსაც კი ბატონო ეგრე იქნება აუცილებლად კონკრეტულ რაღაც გარკვეულ აქტივობების შემდეგ ამაზეც იქნება და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ იმით რა არის მაღალი მიღწევების დირექტორატი რა არის საერთოდ მაღალი მიღწევები high performance ანუ ესეა, ნუ ჩვენ ყველაზე ესეთ მეტად რაც მოვარგეთ მაღალი მიღწევები თითქოს პირდაპირ თარგმანი არ არის, მაგრამ დამკვიდრდა ეს. ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, ეს არის სოფლიო რაგბის პრაქტიკა. სოფლიო რაგბის მოთხოვნაც არსებობს კონკრეტული მოთხოვნები სოფლიო რაგბისგან, კონკრეტული საგრანტო პოლიტიკა, მაღალი მიღწევების გრანტი, განვითარების გრანტი და ასე შემდეგ. იყო წლები, როდესაც ეხლა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ როლს თამაშობდა და დიდი ციფრი იყო იმასთან შედარებით, რაც იყო ჩვენი ბიუჯეტი. დღეს საბედნიეროდ ჩვენ გაცილებით უფრო მეტ სახელმწიფო ხარჯავს ვიდრე სოფლიო რაგბი ჩვენ ინვესტირებაში, მაგრამ ის ვალდებულებად რჩება და საბოლოო ჯამში ჩვენ ვალდებულები ვართ სოფლიო რაგბიდან წამოსული ნებისმიერი თქვათ დახმარება, რაც მოდის, იყოს თავიდან ბოლომდე
გამჭირვალე და იმაზე მორგებული, რასაც ისინი ითხოვენ. რაც ნიშნავს მაღალი მიღწევები? მაღალი მიღწევების მთელი ეს ესე ვთქვათ, სამოქმედო არეალი არის ეროვნული ნაკრები, ფრანჩიზა შავი ლომი, 20 წლამდე ნაკრები, 18 წლამდე ნაკრები. ამათი სრული კოორდინაცია, სპორტული გეგმა, სტრატეგიული გეგმა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, უბრალოდ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და მე როგორ ვაკეთებთ. ამ ნაწილში ანგარიშგება, რა თქმა უნდა, მსოფლიო რაგბთან და უშუალოდ თუ როგორ მუშაობს ეს ნაწილი, გვაქვს ესეთი ჩვენი გზამკვლევი, guidelines, რასაც ეძახიან, რა ურთიერთობა გვაქვს, თქვა, მწვრთნელებთან, რას ვთხოვთ მწვრთნელებს. მსგავსი პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია, იმიტომ რომ არ იყო დრო ისე მომწიფებული და რეალურად არ იყო იმის რეალური საშუალება, რომ აი ამ კუთხით, ამ ფორმით გვემუშავა, თუმცა იყო სხვადასხვა ფორმით. ჩვენ გქონდა ძალიან ცუდი რთული წლები, ეს რთული წლები არ იყო მხოლოდ ჩვენით გამოწვეული, საუბედუროდ ჩვენ მხოლოდ ჩვენ თავზე არა ვარ დამოკიდებულები. ჩვენ სოფლიო რაგბზე ძალიან ვარ დამოკიდებული, პროცესებზე ძალიან ვარ დამოკიდებული და დამოკიდებულები ვართ კიდევ იმ გარემო ფაქტორებზე, ხა იგივე იმ კოვიდის პერიოდი, იგივე ეს ჩვენი არჩევნების პერიოდი, რომელიც ძალიან გაიწევა და ამაზე დაგვაზიან. ანუ ეს ის გარდამავალი პერიოდი იყო, სადაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა სტრუქტურულად მუშაობა, მაგრამ მეტნაკლებად მაინც ვცდილობდით, რომ სტრუქტურაში დავრჩენილიყავით. დალაგდა ეს თუც. ნუ ეს ახლა მოდი ესე ვთქვათ რა, ეს თქვენთვის მომინდია შეფასება, რას ვაკეთებთ ამას გეტყვით. აქ უზუსტებთ სისტემაზეა საუბარი, მაღალ მიღწევების სისტემაზე, როგორ და რანაირად. ჯერ კიდევ თავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას პირველი გამოწვევა ჩემთვის რაც იყო მეცინება უბრალოდ იმაზე რომ გაჟღერდა თქვენ ეთერში რამოდენიმეჯერ და ამას აუცილებლად მინდა რომ ხაზი გაუსვა ლევონ მაისაშვილი არ იყო მხოლოდ მწვრთნელი კი ბატონო ვადასტურებ არ ვიყავი ნამდვილად მხოლოდ მწვრთნელი მაგრამ ამის უკან რა დგას სიტყვები და მე ვიყავი რუხი კარდინალი და ვანგრევდი ქვეყანას და მევმართავდი ყველაფერს ეს ნახე ამას ენას ძვალი არ აქვს და ადამიანი რაღაცას რო იტყვის ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს რას იძახის რას ნიშნავს არ ვიყავი მხოლოდ თავარი მწვრთნელი ვადასტურებ რატომ მანამდე სანამ თქვათ მე დროებით დამნიშნეს 2019 წელს როდესაც სოფლიოდან ჩამოვედით მაშინ გოჩა სვარიძემ პრეზიდენტმა აბსოლუტურად ლოგიკური წინადადება გამიკეთა მას თავის ხედვა ჰქონდა და დამნიშნეს ეროვნული ნაკრების თავმჯდომარედ დროებით შემსრულებლად მოდი ესე ვთქვათ მაგრამ ჩემი მთავარი მოცემულობა იყო მე მთავარი მწვრთნელი ვთქვათ დროებით ვიქნებოდი შემსრულებელი ვიქნებოდი და უდავად ვიქნებოდი ეს ჩემი სამოქმედო გეგმა რაც უნდა ყოფილიყო უნდა გამეკეთებინა ამისთვის მქონდა ძალიან დიდი დრო კლუბში გატარებული და მე ჩემ თავზე ვერ ველაპარაკებ ყველა ადამიანის ნაკეთების საქმე მის ავიზიტო ბარათია მე ესე მგონია და 4 წელი მე მომიწია მილტონთან მუშაობა 4 წლამდე არ ყოფილა ახალგაზრდული ნაკრები სადაც მე მწვრთნელად არ მემუშაოს და არ ყოფილა პოზიცია სპორტულ ნაწილში სადაც არ ყოფილიყავი მათ შორის კოლეგებიც ვიყავით ჩვენ მინდა კი ბატონო იცოდეს რომ ჩემი პირველი მწვრთნელია გია კუბლაშვილი გია ლომთან და პატასთან ერთად ნარიმანაშვილთან ერთად ჩვენ ურთიერთობის ძალიან სასიამოვნო ისტორია და ბიოგრაფია გვაქვს კი ბატონო ჩემი როგორც პროფესიონალური ასევე ეს ადამიანური ასე რომ პირველი ამ შემთხვევაში რაც იყო მე რაც მაკლდა და რასაც ხედავდი ამ 4 წლის განმავლობაში რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო ეს იყო ჩვენი ვერტიკალის გასწორება. ამას pathways ეძახიან, თქვა გზას, ნუ ჩვენ გზა კიბე უფრო შეგვიესადაგება კიბე გზა ეროვნულ ნაკრებამდე. ეს არ იყო ვინც ამ პერიოდში მუშაობდა ნებისმიერი დამთანხმება, რომ იყო ეროვნული ნაკრები, იყო 20 წლამდე ნაკრები, 18 წლამდე ნაკრები, მაშინ ფრანჩიზა არ ქონია. ეს ერთ ვერტიკალზე როგორც გვინდოდა, ისე ვერ იყო. აქედან გამომდინარე ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდებოდა ის ვაკუუმი რომელიც იყო თქვა არაფერი აქ
არც საწყენი და გასაკვირი არ არის უცხოელი მხოლოდ და მხოლოდ შედეგზეა მობილიზებული და მორგებული და იმის იქით თქვათ რა ხდება 20-ში და 18-ში ნაკლებად საინტერესოა მისთვის თუ გრძელვადიანი პროგრამა არ აქვს რაღაც და როგორც წესი ესე არ ხდება. კი, ლოგიკური. აქედან გამომდინარე მე როდესაც ვიცი რომ აქ ვარ, ქართველი ვარ, აქ ვაპირებ ჯერ წასვლას არსად არ ვაპირებ და არც მაშინ არ ვაპირებდი და იდეაში არასოდეს სურვილი არ მქონია საქართველოში მინდოდა ყოველთვის ჩემი საქმე მეკეთები და აუცილებლობად ჩავთვალე ის რომ ის საქმე რომელიც მე ეროვნულში ყველაზე მაგრად ესე ვთქვათ ცხვირში მხვდებოდა როგორც მწვრთნელს მე ასისტენტი მწვრთნელი ვიყავი მილტონის დროს და ზუსტად ვიცოდი ის რომ ის რაც უნდა გააკეთო 4 წელიწადში იმას ვერ გააკეთებ 1 წელიწადში და რაც უნდა გააკეთო თქვა 1 წელიწადში იმას ვერ გააკეთებ იმ ერთ კვირაში ან თუნდაც 11 კვირაში რომელიც ეროვნულ ნაკრებს აქვს მე ხა უფრო მეტად გავშლი ამას ანუ ეს ნაწილი რომ დავასრულო ამიტომ აქედან გამომდინარე უკვე ჩემი თავარი მწვრთნელობის პერიოდიდან მე აქტიურად დავიწყე იმის მცდელობა რომ 20 წლამდე ნაკრები და 18 წლამდე ნაკრები ეროვნულ ნაკრების ვერტიკალზე გასწორებული იყო და თანამოაზრეებად გამეჩინა ეს მწვრთნელები და ეს შევძელით საკმაოდ კარგადაც შევძელით ეს მომენტი და როგორც მინიმუმ ზუსტად ესმოდა 18 წლამდე ნაკრების მწვრთნელს რა იყო დაკვეთა, რა ტიპის მოთამაშე ჭირდებოდა, რა ტიპის მოთამაშე და ეს ის პერიოდია, რომელი პერიოდიც უნდა გაიაროს მოთამაშე. მე ხა მივედით სად? მივედით იქ რომ 20 წლამდე ნაკრებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი. მეტი არაფერი. ნუ იქ თქვა რასაც ახერხებდა რაგბის კავშირი რომ ტესტებს თუ მოვიძიებდით და ძალიან რთული იყო ეს ამბავი. მეორე ნაწილი უკვე იყო ის რომ 18 წლამდე ნაკრები თქვენ თუ გახსოვთ რომ რა კარგი ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობა და ისეც მოშალეს და რეალურად დაგვრჩა 18 წლამდე ნაკრები გრანდების გარეშე ერთი ტურნირი წელიწადში და ამ პირობებში მე ხაზ გავუსვავ ნაკრების კავშირის მუშაობას. აი მე ვარ ადამიანი, მიცნობ ძალიან კარგად, რომელიც მოვესწარი, ერთი მურმან ომანიძე არ მახსოვს, სწორედ ბიზნა გეგიძედან დაწყებული დღემდე ყველა პრეზიდენტის მუშაობას და აქვე მინდა ხაზი გაუსვა ბიზნა გეგიძეს ძალიან დიდი როლია ჩემი როგორც პროფესიონალი მწვრთნელი ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოდი ესე ვთქვათ, ფსონები გაცა ჩემ მიმართულები და მე ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, როდესაც სოფლიოზე ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ გამიშვა და ამ მადლიერების ნიშნად მე აუცილებლად მას აქედანაც დიდ მადლობას შევუთვლი. ყველა ვიტყვი რომ ყველა რეგბის მმართველობას, კავშირის მმართველობას და პრეზიდენტს ყველას აქვს თავის დროზე თავის გამოწვევები, რომლებიც მე ვთვლი რომ ყველამ ძალიან წარმატებით გაიარა. და კრიტიკა ყოველთვის კარგია, მაგრამ ვერასოდეს ვერავის ვერ დავამთავრებები იმაში, რომ უმადურობა რო თქვა და მე მოვედი და ჩემ არაფერი არ იყო და ჩემში ყველაფერი იყო, ეს მესმის ხშირად სხვადასხვა სფეროში რა, ეგ მომენტი რა და ასე რომ მადლობა მათ. აი ამ ეხა გადმოვალ ამ რა გაკეთა ეს მოცემულობა რას დახვდა, ესე იგი 18 წლამდე თამაშობს ერთ ტურნირს, 20 წლამდე თამაშობს ერთ ტურნირს. არ გვაქვს იმის პირობა, რომ რეალურად ჩვენ ეს მოთამაშეები გრძელვადიან პროგრამით ვავარჯიშოთ. ეგ ამბავი არის ასაწყობი. ასაწყობი. მე მოგვიანებით მე რო ვისაუბრებ რა სისტემები აქვთ წამყვან სარაგბო ქვეყნებს და ჩვენ შედარებას. სადა დედამიწა რა იყო ჩვენთან და რა არის დღეს. და კიდევ ვიმეორებ, ამაში ყველამ თავის ძალიან დიდი წვლილი ითამაშა. ყველამ. მე ისიც მახსოვს რომ 2004-ში მაგალითად ჩვენ მე ახალგაზრდულის თავმჯდომარე რო ვიყავ, მაშინ ბიზინა იყო ისე. ჩვენ საფრანგეთის ნაკრები ჩამოდიოდა და გვეთამაშებოდა. ანუ ყველას თავის დროზე რაც შეეძლო იმას აკეთებდა რა და დრო იყო ისეთი, გამოწვევა სხვადასხვანაირი. რას მივახციეთ? მივახციეთ იმას, რომ ძალიან სერიოზული მუშაობით რეგბის კავშირის აი ვერ გეტყვით, მრავალმხრივი მუშაობით, ეს უკვე იწყება 21-ში ამ ეტაპზე. 20-21-ში, 20-ში ნუ არაფერი არ იყო, ჯერ საერთოდ არ ვიცოდით სად ვიყავი და 7 თვე გამოკეტილები და მე 3 თვე უკონტაქტო რეგბს თამაშობდით. ეს ანეკდოტია საერთოდ შევარდენზე გამოვიტანეთ გარეთ ყველაფერი და ვარჯიშობდით, ოღონდ რო არ იცი რისთვის და უფლის წყალობა, ღმერთის წყალობა ზევიდან გადმოგხედა და ეს 8 ერი გამოგვიგზავნა, წარმოიდგინეთ.
და უკვე ამ შემდეგ 21-ში უკვე დაიწყო მუშაობა ახალი ამ კავშირის ფორმატში დაიწყო მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ახალგაზრდული ნაკრები და ეროვნული ნაკრები ნამდვილად ერთ ვერტიკალზე უნდა ყოფილიყო. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რაც იყო სათამაშო დრო. პრობლემა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაც არის უამრავი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა არის თამაშები. ხო, რა თქმა უნდა. დღეს რა გვაქვს? აი მე მაქვს გახსნილი ახლა 26 წლის კალენდარი, რომელსაც შემიძლია გითხრათ, რომ 20 წლამდე ნაკრები და 18 წლამდე ნაკრები დღეს გაცილებით უფრო მეტად მოვლილი ყავს და ეს ამ სათამაშო კუთხით გასწორებული ვერტიკალში, ვიდრე ეროვნული ნაკრები და ვიდრე შავი ლომი. თუმცა მანდაც ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. კერძოდ რა, პირველი ამ სამუშაო ეს იყო გლობალური სამუშაო, რომელიც გაწია რეგბის კავშირმა ყველა მიმართულებით. პირადი ურთიერთობები ძალიან ბევრ ამას წვითავს, თქვენ თუნდაც კარგად იცით, თქვენ ისე თანამდებობებზე იყავით მაშინ, რომ პირადი ურთიერთობები წყდებოდა ყველაფერი, გარეთაც და შიგნითაც და ყველგან, გარეთ განსაკუთრებით. ის ტურნირი, რომელიც მხოლოდ ერთ ტურნირი ქონდა 18-ისთვის, წამოვიღეთ და ამ მუშაობის შედეგად მივიღეთ 6 ერის ფესტივალი, სადაც დაგვპირდნენ, რომ ამაზე ვიმუშავებდნენ და ეს არ იქნებოდა მხოლოდ 18-ების 6 ერი, ეს იქნებოდა 20-ების 6 ერიც. იქაც 8 გუნდიან ფორმატზე მუშაობენ. ამაზე მსჯელობა დღემდე მიდის, სამუშაო ჯგუფი არის და ეს კარი დახურული არ არის, რომ 20 წლამდე ნაკრები ჩვენი 20 წლამდე ნაკრებიც 8 ერის ფორმატით მათ მოხდეს. ანუ კაცრავად, ლევან, ვინ არის სამუშაო ჯგუფში? ჩვენ სამუშაო ჯგუფში. ეს სამუშაო ჯგუფი დაიწყო 2021-ში უკვე დაიწყო და მუდმივ რეჟიმში მაგ პერიოდში იყო პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ამ პროცესში ჩართული. ლევან ღვაბერეძე იყო მაშინ საგარეო ამ ურთიერთობებზე. გია ნიჟარაძე ყოველთვის აქტიურად იყო ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ბაჩო ხურციძე იყო. დღეს ეს პროცესი გარეთ არის გია ნიჟარაძე, იმიტომ რომ არის ჩვენი ბორდის წევრია სოფლიო რეგბში, გია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ილია ზედგინიძე ალბათ. ილია ზედგინიძე, ლევანის მაგივრად არის საგარეო კი ბატონო და სპორტულ ნაწილში რა თქმა უნდა სრულად ჩართული ვარ მე. რა თქმა უნდა ეს პრეზიდენტის და ამასრულებლის კოორდინაციით მიდის, ეს არის სამუშაო ჯგუფი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს. ეხლა დავბრუნდეთ ისე უკან. რა მივიღეთ? მივიღეთ 18 წლამდე 6 ერის ფესტივალი, რომელიც არის ფანტასტიკური რა. ის რაგბი ევროპა ისედაც გრჩებოდა და ამ დროისთვის მომწიფდა ურთიერთობა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან. ეს მოლაპარაკებები ლევანს და გიას მიყავდა და თუ გახსოვთ 20 წლამდე ნაკრებისთვის ჩვენ სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველად როდის ჩამოვიყვანეთ. ამას უკვე მივეცით ეს უკვე არის ხდება 23-ის ბოლოს 24-ში, როდესაც უკვე ამ პოზიციაზე დავიწყეთ მუშაობა. მაღალი მიღწევების დირექტორატი უკვე რო შეიკრა, მაგ პერიოდისთვის განვაახლეთ ეს ურთიერთობა სხვა ფორმატში. კერძოდ რაში? ესე იგი 20 წლამდელები აქ როდესაც ჩამოდიან, 20 წლამდელების ადგილობრივ ხარჯებს ვიხდით ჩვენ. ეს ფორმატია, მიღებული ფორმატია. ფრენა მათია ადგილობრივი ხარჯები ჩვენი. ამ ფორმატში გაცვლითი პროგრამა 18-ების ტურნირს, რომელიც პირდაპირ გეტყვით, რომ 6 ერზე ფესტივალზე უფრო ძლიერი ტურნირი. კი, გიორგი ზელანდიის გარდა ყველა იყო და ზელანდიაც ემატა. და წარმოიდგინეთ, ესე იგი რა გამოვიდა, რომ იქ ადგილობრივ ხარჯებს გვიხდის, აქ ჩვენ ვხდით, ფაქტიურად ერთი ტურნირის საფასურად თამაშობთ 2 ტურნირს. ამაზე ძალიან დიდი მუშაობა იყო, აქაც ხას გაუსვავდი, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ლევან ღვაბერიძე და გია ნიჟარაძის ძალისხმევით, იმიტომ რომ რეალურად პირადი ურთიერთობით მარკ ალექსანდერი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი არის ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი და რეალურად შევძელით ის, რომ უკვე 2 წელია ვთამაშობთ 6 ერს და 2 წელია ვთამაშობთ სამხრეთ აფრიკის ტურნირს. რეალურად დღეს რა გვაქვს? გვაქვს 3 თამაში.
შალშამ 4 ქონდა, 3 არის გასახურებელი საფრანგეთთან ვითამაშეთ, წელს უბრალოდ ის ფორს მაჟორი იყო, ვერ მოვასწარეთ და ვერ ჩავსვით, როგორც გასახურებელი თამაში, თქვათ, რამეტების ყოველთვის კარგია. 3 თამაში ხდება მე ამის შემდეგ ამის ანალიზი. ანალიზის შემდეგ გეგმები ისახება. გვაქვს მოსამზადებელი აგვისტოში არის ეს ტურნირი, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის ტურნირი და ამის შემდეგ უკვე ნოემბრისთვის ვემზადებით. ეხლა მოთხოვნა და მოცემულობა რა არის აქ? 18 წლამდეში განსხვავებული მოქმედებებია და განსხვავებული მოთხოვნაა. თუმცა მე არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ მოსაგებად არ ვთამაშობთ, ჩვენ ხარისხისთვის თამაშობთ. ხარისხიანი თამაში საბოლოო შედეგი არის თამაშის მოგება. მან ვარ მე. ეს ამას თუ მიაღწია, ისიც მოვა რა. ხარისხიანი თამაში ქმნის საბოლოო ჯამს შედეგს. რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენთვის პირველი ხა დასაწყისისთვის პირველი ეს 6 ერის ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალი სტაფი იყო, ახალი მწვრთნელები, ახალი შემადგენლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის, რომ დავინახოთ ახლა ამ 6 ერის ფესტივალიდან აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ტურნირამდე როგორ წავა პროცესი, როგორ პროგრესს გააკეთებს გუნდი, სად მივალთ და საბოლოო ჯამში სადაც უპირობოდ შედეგი გვინდა და აუცილებლად ტურნირის მოგება სადაც ნამდვილად გვინდა, ეს არის რაგბი ევროპა, იმიტომ რომ კარს განიხილება იმ ტურნირის წაგება. ესაც შეეხება 18-ებს. ეხლა შევხედოთ 20-ებს. 20-ების წლევანდელი ჯერ სანამ წლევანდელ ტურნირზე დავიწყებთ. რაგბის კავშირის აქტიური ჩარევით, როგორც კი დავინახეთ, რომ რეალურად ჩვენ ვერ მივიღეთ ის სურათი, რომ თქვა არ ქონდა 20-ების 8 ერი, იგივე რაც 6 ერი კი ქვია, მაგრამ 8 გუნდი თამაშობს ფესტივალს და რახან მოლოდინის რეჟიმში ჩავდექით, აქ ამას ძალიან დიდი ქვედადინებებია. მე შეხო იცი ხა მან არჩევნებზე ბევრი რამე დამოკიდებული გარეთ არჩევნებზე იქ ჩვენი მხარე ვის დავუჭერთ როგორ და ამიტომ ის რაც არ ჩანს გარეთ და აქ რო ვიღაცებს გონიათ რომ უამრავი კრიტიკული ის მოვისმინე ცოტა არაეთიკური კრიტიკაც რა ამაზეა საუბარი რომ არაფერს არ აკეთება თავ ჩახრილი და აი თავ დაუზოგავი შრომა მიდიოდა ამ პროცესში და მიდის კიდევ რა ამიტომ ეს არ არის პატარა ამბავი დადგა მოცემულობა რა უნდა ვქნათ რომ იმიტომ რომ გვაქვს სოფლიო ჩემპიონატი სადაც არის ურთულესი პროცესი ხა სამხრეთ აფრიკას ზელანდიას ვისაც ვეთამაშებით არგენტინას სელექცია არის 20-ში განსაკუთრებით ხა იქ მომზადებელი მაგტურნირზე წასვლა როდესაც იცით რა კარგად არის გაყოფილი იდეალურად კონსერვატორული სპორტია თავი თუ სადმეა კლანი ნამდვილად მორგებული აქვს თავის თავზე არის 6 ერი არის სანზარი ეხლა სუჩაკეტეს ეს ამბავი ისინი 6 ერს თამაშობენ, ესენი 4 ერს თამაშობენ და კრება დარჩა მხიარული. რა უნდა გვექნა? აქაც აი მადლობა რაგბის კავშირს, ეხა იმიტომ რომ მაგ პერიოდში, მაგ ნაწილში ძალიან დიდი ძალისხმევა იყო, იქ ეს ხალხის ვის დავასახელე და პირადი ურთიერთობებით რამოდენიმეჯერ ჩამოვიყვანეთ ინგლისი, რამოდენიმეჯერ ჩამოვიყვანეთ საფრანგეთი. კი, რა თქმა უნდა, ფინანსური ნაწილის გარეშე ისინი არ ჩამოვლენ, ფინანსურ ნაწილს ჩვენ ადგილობრივ ხარჯებს ხო, რა ჩვეულებრივია. არ ჩამოვიდა საფრანგეთი ახლა ჩვენ რომ მაშინ ბიზნეს დროს 2004-შიც იყო და 5-შიც იყო. და იქაც ახლა ისინიც გვიხდიდნენ რომ ჩავდიოდეთ ადგილობრივ ხარჯებს. ჩვეულებრივია, სხვანაირად აბა რა ინტერესია. ხო, არანაირ. ეს სისტემური ხასიათი მივეცით ამას. ნუ როგორც კი გაიწელა ეს 20-ების პროცესი 2024-ში ქონდა შეხვედრა ავსტრალიაში პიტერ ჰორნი არის ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი ეს არის ადამიანი რომელიც იყო წლების განმავლობაში მაღალი მიღწევების დირექტორი მსოფლიო რაგბში და არის ძალიან ახლო მეგობარი ჩვენი მოკლედ რა ეს ურთიერთობა გიასგან ბაჩოსგან და ნუ მე საქართველოს ბევრჯერ ნაყოფი ძალიან იყოს დღეს არის ავსტრალიის მაღალი მიღწევების დირექტორი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ პირდაპირ შეგვიძლია ტელეფონი ავიღოთ ნებისმიერ დროს და აურეკოთ მესიჯი მივწეროთ და ის პრობლემები რაც შეიძლება რომ მარტივად პირადი ურთიერთობები მოგვარდეს ძალიან მეორე რამში გვეხმარება ჩვენი თამაში როდესაც იყო ავსტრალიაში პიტერთან ეს ძალიან ესეთი ისტორია რა გავაჟღერე რა პიტერ აი ესეთ დღეში ვართ მეთქი 20-ების რომელი 20-ების თამაში 20-ების არა ეროვნულის თამაში 20-ების ნაწილს შევეხი და მან დაიბადა აზრი პიტერმა თქვა რას ფიქრობთ სანზარზე რომ ჩვენ ტურნირზე ხომ არ დაემატებით.
რო კონდეთ შანსი არა შორს არის და საერთოდ რაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა აი აქ იქიდან დაიწყო უკვე ამაზე საუბარი როგორც კი ჩამოვედით ეს სამუშაო ჯგუფთან ამაზე გაჟღერდა საუბარი და უკვე ყველა მიმართულებით ვისაც როგორ შეეძლო და კიდევ ძალიან დიდი როლი აქვს კიდევ ხაზგაუსმა სანზარი არის სამხრეთ აფრიკა ზელანდია ავსტრალია არგენტინა გადამწყვეტი როლი ისევ პირადა ურთიერთობებმა და ისევ მარკმა ძალიან დიდი როლი ითამაშა თითქმის ბოლომდე იყო ეს გასული რომ ჩვენ ამ ტურნირზე უნდა დავმატებულიყავით მაგრამ არის იქ რაღაც კომერციული უფლებები არის იქ რაღაცა პრობლემატური საკითხები და იმიტომ რომ ეს საუბარი იყო და იმიტომ რომ ამას დაგვპირდნენ და აქტიურად არის ჩართული სამხრეთ აფრიკის ეს ფედერაცია ჩვენთან ახლო ურთიერთობაში იქ არის ბევრი მიზეზი ამის ჩვენ უკვე წელს თამაშობთ ამათ ბ ტურნირზე ესე ვთქვათ ანუ იგივე ტურნირია ფაქტიურად თავის ფორმატით ისინი იხდიან ყველაფერს ჩვენ გზას ვიხდით ხოლმე ესეც ხაზგასასმელია სამხრეთ აფრიკა რომელიც ვერ გაარჩევ არის პირველია თუ იმდენი ყავთ მოთამაშე ფიჯი და ჩილე რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ურუგვაი ყავს ჯგუფში თამაშობთ ამ ტურნირს ეხლა შევხედოთ რა გვაქვს ოცებში გვაქვს ესე იგი ჩვენ ორი აფრიკა ვითამაშეთ ორი აფრიკის წინ ორი კუდუ იყო აფრიკის იქ ვიტოს რომ ესაუბრე მაინც არ იყო ისეთ ხარისხი მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა იმით რომ პირველი მოთევასავით გააკეთა გუნდის რაღაცა მონახაზი ორი აფრიკა სამ თამაშს ვითამაშებთ ეხლა რეალურად აი ამ ოცების ტურნირის ეხლა გაემგზავრებია სამხრეთ აფრიკაში ამის შემდეგ 16-ში ამერიკასთან დავგეგმეთ ეს გადავწყვიტეთ მწვრთნელებთან კომუნიკაციით და კონსულტაციით რომ ერთი შეძარებით დაბალი სამის და მეორე მაღალი არის ზელანდია ხო? აქაც ესე იგი ჯერ გვაქვს ამერიკა, მერე გვაქვს ზელანდია და მერე პირდაპირ ეუბნება უელსი, აფრიკა და ურუგვაი. აი შეხედეთ როგორი დახუნძული კალენდარი. გადასარევი. მივედით შალომზე. შალომზე მე დავწუნდი რომ მართლა თქვენ ინფორმაციის კუთხით არის რომ მართლა ვაკუუმი გაქვს და პირდაპირ გეტყვით. არც ერთი წელიწადი არ ყოფილა რომ შალომს თამაშის რაოდენობაში, თქვათ, კატასტროფა ქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი ჩვენთვის არასოდეს არ არის. მე შემიძლია დეტალურად წარმოვადგინო. ყველა მოთამაშის სათამაშო დროები. ანუ ჩვენ არ ვითვლით მხოლოდ თამაშებს, ვითვლით თამაშებს, ვითვლით წუთებს. შევხედოთ რა არის შავი ლომის მთელი პრინციპი. სანაკრებო მოთამაშეები შავ ლომში უნდა იღებდნენ იმ საჭირო რაოდენობის დროს თამაშის და რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტის მომზადებას, რომელიც საბოლოო ჯამში ეროვნულ ნაკრებში გამოგვადგება. მოდი შევხედოთ ამ ისტორიასაც რა, ეს ამას ძალიან გზელი ისტორია აქვს, ერთი გადაცემა არ ეყოფა, როგორ იყო ამის და ჩანასახი, რატო დავიწყეთ, როგორ ჩვენთვის პირადად ეს იყო ისე მაპატეე ლევან რა, მაინტერესებს ჩავერთვები რა. კი. პროექტის, შავი ლომის პროექტის ავტორი ვინ არის, რო გვითხრა და რა იყო მაშინ აი არგუმენტები რის საფუძველზეც ეს კი ბატონო, ეხლა გეტყვით. შავი ლომის ესე ვთქვათ, იდეა არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის. დღეს თუ შევხედავთ რა, სად დაიბადა ეს იდეა? ეს იდეა დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. როდესაც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ვიყავით ანაკრებით ჩასულები, ეს ის თაობაა, რომელიც ანაკრების მოთამაშეების თითქმის 70%-მა ეროვნული ნაკრები ითამაშა. დაწყებული კოტე მიქაუტაძის და ვიტო კოლელიშვილი დამთავრებული, ვინც გინდა, ძალიან ბევრი მოთამაშე შემიძლია დავასახელო, რომ აი მაგ პერიოდში ყველა ანაკრებში ითამაშა. სამი თამაში ვითამაშეთ მაშინ ჩვენ იქ. ეს კოვიდის პერიოდია. არა, გასულები 2009 მაშინ. მანამ დაცილებით მანამ. დაცილებით. ბაჩო ხურციძე სპორტული დირექტორი თუ არ მასოს რა პოზიცია ქონდა მაშინ. ანუ იმიტომ რომ მაშინ თავარწმელი გახდით ანაკრების, ეს ანაკრები მე ჩავიყვანე, გია და ბაჩო იყო ჩემთან ერთად და მაგ პერიოდში ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც არგენტინამ
უკვე ის პროექტი, არგენტინას ის პროექტი, რომელიც პროექტიდაც ძალიან პოპულარული პროექტი იყო, რომელიც მაგრა გავარდა წინ. ძალიან სკანდალურიც იყო იქ მატერიას რო რაღაცები წამოსდა და ხო. მერე მაგაზე ბოდიშების მოხდა მოუწია, ანუ მათ რაკნეს, რომ რეალურად ერთი გუნდი ქარიქაფ პირველ დივიზიონში, ქარიქაფის ძირითად დივიზიონში ჩასვეს. მაგ პერიოდში ვიყავით ჩვენც. იმიტომ ერთი თამაში მათთანაც ჰქონდა თავიდან დაგეგმილი, მერე არ მოხერხდა და ვერ ვითამაშეთ. მთელი ინსპირაცია და აზრი იყო მან ეს, რომ რეალურად დავინახეთ, რომ საიდან მოდის ჩვენთვის ყოველთვის დეფიციტი იყო თამაშები. ეროვნული ნაკრებისთვის თამაშები არის ყოველთვის დეფიციტი. ეროვნულზე რომ მივალთ ახლა მაგაზე აუცილებლად და პრინციპში შეხედოთ არ უნდა ამას სულ გვაქვს 11 თამაში ეროვნულ ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში არის 11 თამაში. ეს ნიშნავს 11 კვირას. ოღონდ ეს 11 კვირა არც ერთი კვირა არ არის სრულყოფილი კვირა. განსაკუთრებით დასაწყისი კვირები და ბოლო კვირები, როდესაც უკვე უკან მიდის ეს პროცესი და ანუ შენ იმდენ რამეს ვერ ასრებ. ეხლა მოდი ვიღაცას გაუჩნდება აზრები, აბა სხვა გითხრათ როგორ სხვა, არც ერთი გუნდი ტიერ 1 ვისთან სამიზნე ვიც ჩვენია, ესე არ ემზადება. არც ერთი არ ემზადება. საფრანგეთის ნაკრები მარკუსში იკეტება გაცილებით დიდი ხნით. ზუსტად მათი დრო არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ინგლისის დრო 9 კვირა აქვს 6-ზე. 9 კვირა. ანუ რეალურად ჩვენ თუ გვაქვს 11 კვირა, ყველაზე ესეთი ოპტიმისტური საშუალო დათვა ესე ვთქვათ რა, 24 კვირა საშუალოდ ყოველთვის აქვს ტიერ 1-ის ქვეყნებს. 24 კვირა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 11 კვირა კიდევ მეორე, ესე იგი რას ნიშნავს ეს? ნოემბრის ტესტები არის 11 კვირა, ზაფხულის ტესტები არის 3 კვირა, ზაფხულის ტესტები არის 3 კვირა და რაგბი ევროპა არის 5 კვირა, სულ 11. იქ მოთამაშე მითამაშა კვირას ჩამოფრინდა ორშაბათს, ორშაბათს ვერიდე ვარჯიშა, სამშაბათს ვერი ვარჯიშა, ოთხშაბათს მწვანე ვარჯიში ივარჯიშა, ფაქტიურად პირველ კვირაში არ ყავს. ისინი შედიან 2 კვირით ადრე. ყველას ყავს ფრანჩიზა, ორი ქვეყანაა, რომელსაც არ ყავს ფრანჩიზა. რომელსაც ტოპ ჩემპიონატი აქვს და ეს მხოლოდ მოეთამაშების რაოდენობაზე რო არ არის დამოკიდებული და ქვეყანაზე და ფინანსებზეა დამოკიდებული და პოლიტიკაზე, მაგაზედაც ვთანხმდებით. აქედან გამომდინარე, ფრანჩიზის საჭიროება რეალურად ყოველთვის იდგა. ერთი წუთი აი სანამ აი ანაკრებსა და ფრანჩიზას შორის აი რატო წახვედით? სხვაობარაში. ანაკრების ფორმატი ჩვენ სიტუაციაში არ არის მომგებიანი და თუ შეხედავთ ანაკრები მსოფლიოში თითქმის არც ერთ ქვეყანას აღარ აქვს ისე აქტუალური, რომელიც ამ განვითარების კიბეში იყოს რაღაც ფაზი. ეს ანაკრები აღარ არის. ჩაანაცვლა ფრანჩიზა. აი შევხედოთ. ამ ორი ქვეყნის გარდამეტკი. ზელანდიას 5 ფრანჩიზა. სამხრეთ აფრიკას 4 ფრანჩიზა URC-ში და კიდე 4 ქარიქაფში და 4-იც და რატო 8 არა რა, მაგრამ მე საუბარი მაქვს აი საიდანაც რეალურად შეუძლია რომ სანაკრებო სელექცია გააკეთოს. შოტლანდიას 2 ფრანჩიზა, უელს 4 ფრანჩიზა და ამაზე მედის ამბავდა URC-ის ნაწილში თუ ნუ ნახოთ რა. მანდაც გეტყვით რა პროცესები. ანუ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენთვის და ყველაზე კარგი მოდელი იყო იტალიის მოდელი. რატო? იტალია წლების განმავლობაში თქვენ თუ აკვირდებოდით მაგ კუთხით, რეალურად დღევანდელი იტალიის ეს პროგრესი ბევრმა რამე მოიტანა, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ სანაკრებო ფრანჩიზები გასწორდა იტალიის ნაკრების ვერტიკალს. ხონდა მან ბევრი რამე ცადეს მაგათ რა, ის მოთამაშეების ჩამოყვანა, ისიც ყველაფერი და ნუ აი ეგ შევიდა. თავარი ეს იყო. დღესაც ბენეტონი ძირითადად დაფინანსებას კერძო სპონსორი ყავთ და არ არის რეგბის კავშირის ბიუჯეტის ქვეშ. რეგბის კავშირი ბენეტონსაც და ზებრასაც უხდის იმ ფის, რაც URC-ს სჭირდება და ცოტა ხანში გახდებიან ესენიც ამათ შეერჰოლდერები, ანუ თანამონაწილეები, მაგრამ საბოლოო ჯამში რეალობა დღეს ის არის, რომ ეს პროცესი თავის დროზე ქროულინგ დაიწყო და დღეს თუ იტალიაში ვთქვათ 60-70% ხანზევითადის ხონკოვით ჩამოდის იტალიის ნაკრების მოთამაშეები არიან თამაშობენ მათ ფრანჩიზაში. ჩვენ სტატისტიკას გეტყვით.
50% იტალიასთან მოგებულ თამაში ბათუმში. 50% შავი ლომის მოთამაშე ყავდა. 52% იყო უელსთან კარდიფში 23 კაციდან შავი ლომის მოთამაშე. აქედან შედეგი მივიღეთ, შედეგი თუ არ მივიღეთ ამ აქედან. ანუ ჩვენი მთავარი მოცემულობა იყო რა? ჩვენ ეს არ იყო სპონტანურად მოფიქრებული, იმიტომ რომ მილტონს აქ ჰქონდა ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც იყო მისთვის გამოსავალი, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ავარჯიშებდა. მე კლუბებში უშვებდა. თავის დროზე ამას შედეგი მოგცა. მე უკვე რეაქცია მოგცა. იმიტომ რომ ეს მოთამაშეები მხოლოდ ვარჯიშობდნენ და იქ კლუბს რო აკლდებოდნენ, მათი ხარისხი ქვევით მედიოდა. უთამაშებელი მარტო ვარჯიში კატასტროფა. ხო, აი მან რაღაცაშია საქმე. ამან ამოწურა. ამ პერიოდისთვის ძალიან გააქტიურებული იყო პიტერ ჰორნი, მაგ დროისთვის ჯერ კიდევ სოფლიო რაგბიშია და პიტერ ჰორნი იყო ის ადამიანი, რომელიც სერიოზულად ხარს გვიჭერდა და სოფლიო რაგბიდან ამ შალომზე დასაწყისისთვის გრანტის გამოგვიყვეს. არა რაღაც განსაკუთრებული ოდენობა, მაგრამ ისეთი ციფრი, რომელიც რაღაცაში მოგეხმარება. ამის შექმნაში. დღეს სხვა პოლიტიკა აქვს, სოფლიო რაგბის სამწუხაროდ და მაგაზე კი არა, საერთოდ ყველაფერზე ამერიკისკენ იყურებიან და ეს მათი კომერციული თუ სტრატეგიული გეგმის ნაწილია სამწუხაროდ, მაგრამ ანუ ნახეთ, ეს იდეა დაიბადა სამხრეთ αφრიკაში. ძალიან აქტიური გახდა უკვე 20-ში, იმიტომ რომ რეალურად ეს პრობლემები დადგა და დავინახეთ რომ ჩვენ თუ გვინდა დიდ გუნდებს მოუგოთ, ამის ტრიგერი იყო, ამის პირდაპირ მანიშნებელი იყო 20-20-ის ეს ტურნირი, რომ ჩვენ თუ გვინდა დიდ გუნდებს მოუგოთ თამაში, ჩვენი მოთამაშეები უნდა გვყავდეს ვინც გარეთ არ არის, აქ უნდა გვყავდეს და ჩვენი ხელწერით რაღაც დრო უნდა კონდეს მთავარსწორს, სადაც იმუშავებს ამ გუნდთან. მაგ დროისთვის ბუკა შარიკაძე ის ბიჭები ვინც სანაკრებოდ კაპიტანი უგუნდოდ იყო საფრანგეთში და აი ესე იყო შუაში იყო უგუნდოდ არ იყო თლად ქონდა რაღაც გუნდი მაგრამ იმ პირობებზე დარჩენა არ უნდა და რეალურად აქ ადგილობრივი ჯგუფი მაშინ არ იყო თქვა 50% ნაკრების იყო სადღაც 20-30% მაგრამ აქ ჭირდებოდა რომ შეგექმნა კერა ეს აპრობირებული თემაა ეს არ არის ჩვენი მოგონილი ჩვენ უბრალოდ განსხვავებულ პირობებში ვართ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე გარშემო არ აქვს იზედის არ აქვს ქვეყნების ვისთანაც სისტემატურად ვითამაშებთ. და უშუალოდ ბეჭედი ოდის დაერტყა. უშუალოდ ბეჭედი ეს აი მართლა ძალიან სწრაფად მოხდა 21-ში სოფლიო სერიებზე აფრიკისთვის ვეზადებოდით. კომერციული სამსახური რეგბის კავშირის გადაწყვეტილებებით დაითვალა ეს ბიუჯეტი როგორ რანაირად ამაზე პასუხისმგებლობა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ბაჩო ხურციძე ძალიან აქტიური იყო სოსო ტყევალაძე მათი ამ ხარდაჭერის გარეშე გამორიცხულია რომ ეს პროექტი დაწყებულიყო და სპორტული ნაწილი თავიდან ბოლომდე იყო ეროვნული ნაკრების სტაფზე ჩამოკიდებული არის ეს ვიღაცისთვის ადვილია ვიღაცისთვის გარედან საყურებლად ბენეფიტია რომელიმე არ მთავარი მწვრთნელისთვის ან ჩემი სტაფისთვის 19 ადამიანები ვიყავით სტაფში და 19-დან ფაქტობრივად სადღაც ალბათ 12 ქართველი და დღე და ღამე ეროვნული დამთავრდებოდა შავლომის თამაში მივდიოდი და ფაქტობრივად ცხოვრობდით შევარდენზე ეს არ იყო ადვილი და ამას შედეგი მოიტანა თუ არ მოიტანა ეხა 4 წლიან ჭრილში უნდა შეფასდეს საერთოდ ყველაფერი და გასაგებია. არ ვიცი. ეს დადარჩენის ხისთვის მიმედია. რაც შეეხება ტურნირებს შავლომისთვის რო დავიწყეთ. საწყისისთვის მხოლოდ სოფლიო რაგბიდან არ იყო, სოფლიო რაგბიდან იყო კოლაბორაცია რაგბი ევროპაზე და საკმაოდ საინტერესო ტურნირი იყო თავიდან რო დავიწყეთ. სანამ ესენი აურევდნენ. ანუ ლუჟიტანო პირველი პროფესიული ფრანჩიზა გახდა. ხო, რაღაცა. და ხელფას უხდიდნენ კაცო ლუჟიტანოს. იბერიანსი ლუჟიტანო 17 არ ვიცი შეიძლება ვწდები, მაგრამ სადღაც 17 მილიონის პარკლებში ქონდა NSA-ს და რა ნახევარი აფრიკა ჩამოყოლილი ყავდა. NSA, PEMSA და რა ვიცი კიდევ გადაგვაყოლეს მაგათა წაგებას. ანუ არ იყო მარტივი ტურნირი. და კარგი დასაწყისისთვის კარგი ტურნირი იყო, რომელიც 4-ჯერ მოვიგეთ. ბოლოს ამან ამოწურა ყველაფერი. და ის ჩელენჯზე ჩვენი მოხვედრაც იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი და ბენეფიტი რაგბის კავშირის იმ დროინდელი ხელმძღვანელობის, იმიტომ რომ ჩელენჯზე ჩვენ კლერმონთან რო სახლის თამაში ვითამაშეთ 17000 მაყურებელი იყო დღემდე IPCR-ის შეკრებაზე ვაკეში კი ბატონო IPCR-ის
შემაჯამებელ ყრილობაზე რო ვიყავცა ძალიან საინტერესო რამეა რა. ნუ პირველად რომ მათ მოვხდი ორი დღე ილაპარაკეს ფულზე და ბანკებზე და სპონსორებზე და ნახევარი დღე ილაპარაკეს რაგბიზე რა. ნახევარი დღე. და მან მივხვდი რომ არ არის ფული, არ არის რაგბი რა. ანუ ის ჩვენი რომანტიკული რაგბი ნელა სხვაგან მიდის, მაგრამ მან სხვათა შორის იყო ორი წარმატებული кейსი თუ რა ქვია, ანუ ორი წარმატებული პროექტი, სადაც ბევრი სხვადასხვა ვერსია იყო თავიდან და ბოლოს დაგტოვეს შარქსი, ნატალ შარქსი და შავი ლომი. და ჩვენი გავაკეთეთ პრეზენტაცია, უშუალოდ მე მომიწია ამის გაკეთება, სადაც აი ეს ყველაფერი კარგად გავუშალეთ და დავანახეთ მსოფლიო რა აქვს, ყველანი იქ არიან. ეს არის ძალიან დიდი ფორუმია. ყველა საკლუბო თუ სანაკრებო მაღალი მეცნიერების დირექტორები, პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორები, კომერციული სპონსორები, ბანკი, უზარმაზარი ლონდონში იყო შეხვედრა, სადაც ყველას დავანახეთ ძალიან მარტივად, რომ ჩვენ პროექტს ვაკეთებთ. 5 თამაში, 7 თამაში, 5 არა, 7 თამაში ვითამაშეთ სამხრეთ აფრიკაში 21-ში შავი ლომი ტურნირში რო იყო წასული. ორჯერ ერთხელ წავიყვანეთ, მე 7 თამაში. სოფლიოს წელს 5 თამაში. უძლიერეს თამაშები ვითამაშეთ, ერთო და პირველი დოგოსი ჩაგვიგდეს ხარისხი, თორე პენიაროლი, სელკნემი ორივე ურუგვაის და სრულად ურუგვაის და ჩილეს ნაკრები იყვნენ. ამ სამხრეთ ამერიკის სუპერთასზე ვიძახი. ანუ საერთოდ ყველგან ვიარეთ, ყველგან. და ნუ მოგვიცით გასაქანი, ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ საშუალებას რომ გვათამაშოთ. ხო. იქ პერსპექტივა აქვს ეხლა იქ გაკეთდა ძალიან ხმამაღალი განცხადება. საიდანაც ჩვენ უკვე უშუალო ურთიერთობა დავიწყეთ, მან შევხვდი მარტინ ანაის აღმასრულებელ დირექტორს, URC-ის აღმასრულებელ დირექტორს და ეს პროცესი ძალიან აქტიურად იყო, ძალიან უკვე ამ 24-დან მოყოლებული, დღემდე ძალიან აქტიურად არის ეს პროცესი. სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენი მხარე რაზედაც იყო, ილუმ გაშავა ძალიან კარგად თქვენთაც ამ გადაცემაში და შევეხები ძალიან მოკლედ მაგნაწილს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური კომუნიკაცია URC-სთან. არის რაღაც პროცესები, რაც არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულება გვაქვს ჩვეულებრივად, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ ეს ჩვენი კი ბატონო. მაგრამ მათი მოთხოვნები რაც დადეს, ნუ აი მოთხოვნები არის, ნუ რა გითხრათ რა, ევროკავშირი, ნატო არა, მეახლობით, მაგრამ სატრაბახოთ არ ვიძახი რა, რეგბის კავშირის მუშაობის და სახელმწიფოდან სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ ნაწილში, რაც მათ ეხებათ და რაც რეგბის კავშირს ეხება. უბრალოდ ნება უნდა მოხდეს ამის. ეხლა ეს ნებაც არ არის მხოლოდ ყველაფერზე დამოკიდებული. სამ რამეს აქცევენ ყურადღებას. ქვეყანას, რამდენად უსაფრთხო და მიმზიდველია ქვეყანა, კონკურენტ უნარიან გარემოს, ანუ შენ რამდენად შეგიძლია კონკურენტ უნარიანი იყო და რამდენად შეგიძლია მაყურებელი მოიყვანო. აი ამ პრეზენტაციაზე და ზოგადად ამ შეხვედრაზე ყველგან, სადაც კი შეხება მქონე, ყველგან იცით რომ იმ წელს IPCR-ის ჯგუფური ეტაპის რეკორდი მოხსნა საქართველომ 17000 მაყურებლის დასრებით. ყველგან მაგაზე. ანუ ჩვენ ეს პოტენციალი გვაქვს. ჩვენ ეს შეგვიძლია. ხო, აი მან დავარ ლევან რა, როგორ გავაკეთე? რაღაც ისინი არის გარტყმული, გასაგებია. ეხა მარტო იტალიის და იმაზე აღარ ლაპარაკობ ეხა. რაღაცები, ისეთი რაღაცებია მომხდარი რომ ჩანს რომ პოტენცია გვაქვს, მაგრამ აი ნახე რაღაცა ისეთი ტალღურად მიდის ეს ყველაფერი. და მე ნუ გაგიკვირდებათ რა რეგბის კავშირის ესე ვთქვათ ფუნქციონერებს რომ მოდის რაღაცა უაზე ხო ხტები რა. იმიტომ რომ ეხლა აი ეს ბოლო თამაში რაც აი შოკი იყო ყველასთვის რა. აი ნამდვილად არ ეგონა არავის და მეც მათ შორის ნუ აი მეთქი ნუ რა უნდა მოხდეს ეხლა რომ მაგრამ მოდი ეს თემა შავი ლომის თემა დავთავაზოთ. არა მე მაგას ვიძახი რომ შავი ლომიც ესეთ სიტუაციაშია გაიგერო მე მად მივდივარ რომ რაღაც კაი რაღაცები მოხდა მაგრამ აი ეხლა ნახე სად რომელ ნაწილში მიჭედებით სპორტს დავალაგებთ მაყურებელია ხო მაყურებელს მოვიყვანთ მე ხო გეუბნები რა ისე სპირო ლატარია გააკეთეთ ბოლო ისე არა ნუ ისე ვიძახი კავშირშია
შენ ხო იცი რომ რა თქმა უნდა, ანუ შევხედოთ ახლა შავლომის კალენდარი. წელს რა ვითამაშეთ? ვითამაშეთ ჩელენჯი, ანუ მონტობანი, ზებრე, ჩიტა, მერე ახლა რა ხდება? ნახეთ? ეს ტურნირი ისევ სამხრეთ აფრიკისკენ მოვიდოდა. სამხრეთ აფრიკა, ნუ რა ვიცი, ამის არის, ნუ ხო არის რა. გადასარევი კაცო, მაგას რა ჯობია. ისევ ამ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკა, ესე იგი წინა წელს, ესე იგი, შემოგთავაზეს ეს ჩიტამ Toyota Challenge. ეს ჩიტას შიდა ტურნირია, იმიტომ ჩიტა დარჩა გარეთ, საერთაშორისო თამაშებიდან. იგივე პრობლემებშია, რაც ჩვენ. მეტაბაგის პრობლემა ჩვენ გქონდეს, გარჩენილ 200 სეკუნდი ხართ, მაგრამ პროფესიონალი. მაგრამ, ნუ მათ მას რა ქვია, ამასრულებს რომ ესაუბრე, იქ ძალიან ესეთი საინტერესო ადამიანია, მან ამას გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ როდესაც მართლა ძველი დიდების რაღაცა ნიშნები აქვს, რომ ჩავდიხარ ბლუმფონტეინში, ჩვენ გარეთ რომ ვთამაშობთ, ეს 4 თამაში PCR-ზე არ ყოფნის და ჩვენ ერთ მდგომარეობაში ვართ. ნუ მანამდე ირლანდიამ ითამაშა ეს ტურნირი, ირლანდიის ანაკრებმა, მაქედან დამებადა ეს აზრი, იმიტომ ირლანდიის კავშირთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლო მეგობარია, პირადად ჩემი მათი მაღალი მიღწევების დირექტორი, ჩემი მენტორი იყო 20-ში, სხვათა შორის 8-ზე, დავით ხემფრიზი. გემახსოვრება 10 ნომერი იყო ძალიან მაგარი ასკოკი რო გაუტანა ზელანდიას, ვარიანტი არ აქვს, შლები თამაში. კი, ძალიან მაგარი, ძალიან კარგი ადამიანია და მოკლედ აქედან გავედით ამ ნაწილზე, რომ ჩვენ რეალურად პირველი ტურნირი უნდა გვეთამაშა X3 თამაში, აღმოჩნდა ისე რომ ბოლო მომენტში ვიღაცებმა ვარი თქვენ გადააგდეს ის და ნუ ამიტომ ვითამაშეთ ჩიტასთან 2 თამაში. სამხრეთ აფრიკაში როდესაც თამაში ქონდა სანაკრებო, იქ შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ამ სუპერსპორტის უბრალოდ შევხვდით ამ სადილს ესწრებოდა და ძალიან საინტერესო რაღაც დაიგეგმა მან და მანდაც სამხრეთ აფრიკის კეთილინება, ნუ უნდათ რომ აჩვენონ გარშემო, მსოფლიო რაკს აჩვენონ, რომ აი ჩვენ ზრუნავთ. აი ამ გუნდებზე, მეორე ეშელონის გუნდებზე და ქვეყნებზე და ამას ქვია სამხრეთ აფრიკის და ევროპის სერიები. ეხლა უნდა კრიტიკად ჩათვალონ, უნდა ეხლა ის რაც მსოფლიო რაგბის ვალდებულება ამას აკეთებს სამხრეთ აფრიკა. ეხლა მეტი რანაირად არაფერი ხო. 3 თამაში გვექნება, ეხლა გავამგზავრებით და იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქ კომუნიკაციაში ჩვენსაც, იმიტომ რომ ამის შემდეგ 3 თამაში თბილისი კაპი გავაცოცხლეთ. ამას ჩართულები არიან პორტუგალიელები და ესპანელები, მაგრამ ეხლა ესპანეთს მოგვიდა რუმინეთი ჩაჯდა, ჩვენ მათ არ ვეთამაშებით, ისინი ეთამაშებენ აფრიკელებს, ჩვენ აფრიკას ვეთამაშებით. ამიტომაც ქვია სამხრეთ აფრიკული და ევროპული სერია. ამის გარდა აუცილებლად გვექნება ბენეტონთან თამაში, დიდი ალბათობით შეიძლება აქ ვიხილოთ, აქ ჩამობზანდნენ, აქ ვეთამაშოთ ბენეტონს. ანუ ბენეტონის ზებრე ყველაზე მოქნილია ჩვენთვის ამ URC-ის წინა მოსამზადებელი პერიოდში და ჩელენჯის ერთ თამაშსაც ვითამაშებთ ოქტომბერში. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ 3 თამაში ეხლა, 3 თამაში, 6 თამაში პლუს 1 EPCR და 2 ან 1 რამდენი გამოვიდა 8-9 თამაში გვექნება 9 თამაში გვექნება ნოემბრის ერთა თასი რომელიც თბილისში გვექნება თასის წინ. აი ეს ნაწილი ახლა იდეალურად გასწორებული გვაქვს. აი იქ მუშაობთ, იქ გვაქვს სურვილი რომ რახან სოფლიო წელიწადია იქნებ ისე გავაკეთოთ რომ ორივე ზაფხულში დავამთხვიოთ, ამაზე როგორ წამოვლენ გუნდები, ანუ ერთი ტურნირი ვითამაშოთ თბილისკაპი, მერე წავიდეთ აფრიკაში, ან აფრიკა ვითამაშოთ, მერე ჩამოვიდეთ აქ ვითამაშოთ, რომ ეს 6 თამაში იქაც ჩავალაგოთ კარგად. თუ მოვახერხეთ ის და ჯგუფიდან გავედით, ხო, კლად უკეთესია რომ აპრილში კიდევ თამაში გვექნება, ეს არის ახლა ამ ეტაპისთვის მაქსიმუმი. თუ შევხედავთ ამ გეოგრაფიას რა, რეალურად ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ეს მოდი ესე ვთქვათ რა, ხარისხიანი ავანტიურა იყო, რაც იმ შეხვედრაზე გაუკეთეთ სოფლიო რაგბს. და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვერსად ვერ შევძვრებით. ახლა არის ლაპარაკი, რომ ამ URC-ში რაღაც ინგლისური გუნდი შევიდეს ირლანდიაში. ვერავინ ვერსად ვერ შევა, იმიტომ რომ ისინი
იურიდიულად ვერ ლაგდებიან ამ ნაწილში. ეს გავლილია თორე აქამდე ვასპსი იყო თქვა ლონდონ აირიში იყო ეხა ინგლისურად ტრომ ფლაინდერსი თუ რაღაც უცნაური სახელი აქვს მაგათ უნდათ ეს არ ჩვენ რეალური ნუ ნახეთ 50-50-ზე რო ვთქვათ კარგი იქნება მაგრამ არ ვიცით ჯერ იმიტომ რომ შიგნი აქვს სერიოზული ომი ანუ არავის არ უნდა ეხტობით ეხა უელში რა ხდება ოსპრეს და სკარლეტსი არის ორი პოლუსია ერთი არის ძველი უელსი ერთი არის ახალი დასანახავად ერთთან ერთმანეთს იგივე ხდება ნიუპორტი და კარდიფი ეხა და ესენი მივიდნენ იმაზე რომ ეს ორი უნდა გააერთიანონ და სამი დატოვონ ამას სერიოზული წინააღმდეგობა აქვს მაგრამ რკინის ლოგიკაა რა ფინანსები იმათ მეტი უნდათ კონტრაქტი რომ დაუმთავრდება 27-28-დან თუ რამე არ შეიცვალა მინუს ერთი გუნდი იქნება, რაც URC კენტ ფორმატში ვერ მოშაობს. ამიტომ URC-ის აქტუალობა ხო არ არის რისკი რომ დაიკარგოს საერთოდ. ვისგან? ნუ ამოწუხო, მათგან. რომ ამოწუროს საერთოდ ამ ფორმატმა. ნახეთ, ეს თუ ამოიწურა, ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ო, მაგრამ ჩვენ აი ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვს. ამაზე სერიოზულად ჩაფრენილები ვართ ამ სოფლიო რაგსაც ვეუბნები თუ დაგვანახეთ რა. ესე იგი ლევან, გზა დაგვანახეთ. შენ მიგაჩნია გასაგებია ეხლა იქ ბევრი რაღაცები რაც ილაპარაკე საინტერესოა და სხვა შორის ეხლა ის რაც იგეგმება შავლობთან დაკავშირებით ილიასთანაც ილაპარაკე ჩვენ არ ვიცოდით და ილიამ რაც მოგვიყვა დიდი მადლობა ილიას მაგისტრის და ნუ ეს უკვე რაღაცა რა თამაშების რაოდენობაზე გავდივართ. მაგის გარეშე ძნელია. ყოველ შემთხვევაში ის რაც აქამდე მოვიდა და ჩავა და იმის გამოსავალია. შენ მიგაჩნია მე რა მაინდა შენ წავიდა მიგაჩნია ის რაც ეს ხო ძვირიანი პროექტია შავი ლომი. ხო ეს რაც დანახარჯი რაც ქონდა ამ წლების მანძილზე და რაც შედეგი მივიღეთ ეს ადეკვატურია ამისი 100%. შენ მიგაჩნია რომ ეს არის ადეკვატურია მე გითხარით ციფრები ხო იტალიის და უელსის სადაც 50-52%-ით იყვნენ იაპონია გასვლა 50% შავლომის მოთამაშეები იყვნენ მოედანზე კი ბატონო კი ეს სამი გამარჯვება ჩემთვის ყველაფერს ფარავს ყველაფერს თავი დაანებოდა ამ პროცესში კიდევ ვიმეორებ რა გამოსავალი მე უშუალოდ პირადად მქონდა მოლაპარაკებები და ურთიერთობები კანდიდატებთან ვისაც უნდათ საქართველოში მწვრთნელად მოსვლა. ყველა მაღალი კლასის მწვრთნელი და რამოდენიმე მაღალი კლასის მწვრთნელთან მქონდა საუბარი. პირველ რიგში კითხულობს რა სამუშაო გარემო ექნება. ხო, ნუ. ვერ იჯერებენ. არაფერი დასამალი არ არის. ტონი ბრაუნთან მქონდა ძალიან მისი ძმა ჩემი ასისტენტი იყო და თვითონაც პირადად ვიცნობ და მეგობრობ. მას რო უთხარი, მით უმეტეს რომ იცოდა ეხა 2 წელი მისი ძმა ჩემთან მუშაობდა, ხო, საქართველოში. მას რომ უთხარი რომ რეალურად ეხა ჩვენ გვაქვს 11 კვირა და მეტი არ აქვს. ნუ ეხა ვერაფერს ვერ მოასწრებ. არ ხდება. ყველაფერს დრო ჭირდება. აქ იგივე იმაზე თქვენ გადაცემაში მოვისმინე რომ აი თქვა სელექციის ნაწილში ხوار ჯობი ახლები. ყველაფერს თავის დრო აქვს. საბოლოო ჯამში მწვრთნელი რომელიც ჩამოდის აქ და ამ სელექციას გააკეთებს, საბოლოო ჯამში ხდება ერთ რამეს რა. რომ ან სელექციისთვის უნდა ითამაშოს, ან გუნდის შეკვრისთვის. სხვანაირად საერთნოთში ეროვნულ ნაკრებისთვის. ფიზიკურად ვერ ასწრებ. თამაშიდან თამაშამდე რომ გუნდი ააშენო, ხტები? თორე როგორ არა, რა თქმა უნდა, თუ გაქვს იმის საშუალება, ხა მილიონი აზრია და მაგ ნაწილში ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა შეიძლება მქონდეს. მეც ეხლა ადგილ ეხლანდელ მწვრთნელზეც და იმის წინადაც და იმის წინადაც, ხო? და ბუნებრივია კრიტიკული ანალიზი თუ არა გაქვს ადამიანს, ვერასოდეს პროგრესი ვერაფერში ვერ გექნება. საკუთარი თავის მიმართაც თქვა, რა გაკეთდა და რა უკეთესი იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმის ნაწილი რა არის? სტრატეგიული გეგმის ნაწილი არის პირველი საფეხური არის 27 წელი და თავარი საფეხური არის 30, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ დაგვიწესებია, ეს სოფლიო რაგმა დააწესა. ჩვენ ფაქტიურად პას გარდა დაგტოვეს, ყველაფრისგან გარეთ დაგტოვეს. და ეს გადაწყვეტილი უკვე 22-შივე იყო. მაგიტომ იყო, როდესაც იტალიის თამაშის შემდეგ პიტერ ჰორნი იყო ჩამოსული, მე ბერჯერ ვახსენებ, მე ძალიან აქტიური ადამიანი იყო. ავსტრალია. ნუ მაგ დროს სოფლიო რაგბის იყო დირექტორი იყო და მან აი გამოსავალები ყველამ ვიცოდით უკვე 22-ში და 23-ში უკვე გადაწყვეტილი იყო რომ 12 გუნდი გაიყოფოდა.
გაიყოფოდა. ფიჯის თამაში ძალიან კარგად გახსოვთ. როგორ გონიათ, როგორ ხასიათზე დადგებოდა მსოფლიო რაგბი, უკვე გადაწყვეტილ ზედა ფიჯის მდგომს, რომ საქართველოს ის თამაში მოეგო და ძალიან ცუდად დაგვახდა რეალურად ნახეთ რა. და ეს სამწუხარო რეალობაა. რეალობა არის ის, რომ ჩვენ 26-ში არ ვეთამაშებით ტიერერს, 27-ში გვექნება ტიერერთან თამაში და მსოფლიო გვაქვს, 28-ში არ ვეთამაშებით ტიერერს, 29-ში ლომების ტურნირია და რაღაცას თუ ვიმუშავებთ, რაღაცას მოუძებნით და ამ ფონით ჩვენ უნდა ავიდეთ და 30-ში გადასათამაშებელი ვითამაშოთ. ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენმა მოთამაშეებმა მაღალი მიღწევების ნაწილში საერთაშორისო სტანდარტის რაგბი ითამაშოს. ხო, რა თქმა უნდა, ლევან, ბაბატე, შენ რო ფიჯი ახსენე, ეხლა ბოლოს მახსოვს ბათუმში იყო ფიჯი ჩამოსული და იქ ვიყავით თამაში. არა, სოფლიოს ფიჯისაბო. სოფლიოს ფიჯისაბო. ლევან, პრაქტიკულად შენ ახლა ისეთი ცელი ინფორმაცია მოგვაწოდე, აქ ბევრი პასუხი კითხვაც ამობივარ და მე უკვე იმიტომ რომ არის აქ უკვე რა. ხო და ეხლა მინდა ისევ დაუბრუნდე შენ თუ შენ რამე კიდე პრობლემა არ არის, მაგრამ რამე რა მინდა იცი დაუბრუნდე შენ სტატუსი. ეს ამოუწურავ ინფორმაცია. ხო, აი შეისებ შენ სტატუსი რაც არის, თქვა. შენ რაც ილაპარაკე, ხო, ძირითადად ეხებოდა ჩვენ საერთაშორისო აქცენტებს, ასე ვთქვათ რა. ეხლა მოდი აი აქეთაც შევხედოთ რა ხდება საქართველოში რა ხდება. აი მე ხშირად ვთქვათ ბოლოს გიორგი ნებსაძემას თქვა აი ხშირად პრაქტიკოსი თვლებისგან გამიგია რა აი როგორც ვარჯიშობთ ისევ თამაშობთ. აი ეხლა უყურებ და მე ბატონო ბუნებრივი. ხო და მე მომდის მე აქედან რა როგორი დასკვნა გაქვს იცი რომ როგორ ჩანს შესაძლებელია რაღაც მიდგომები ვარჯიშზე, ცოტა იდეების ნაკლებობა ხო არ არის წვრთნელებში. ანუ მე ახლა მიმყავს ლაპარაკი ჩვენი წვრთნელების მომზადებაზე, მათ განვითარებაზე. იქ შენი როლი არის თუ არ არის, აი მაინტერესებს. ხაჭაპურები ხო უნდა გამოგიცხოს ვიღაცამ ნაგრებში. ანუ როგორც თქვი, დაწყებული 18 პირველი სელექცია ხდება 18 წლამდე ნაკრებში. 18 19 20 წელი და შავლომში უნდა ინტეგრირდეს ეს მოთამაშე, ან საზღვარგარეთ წავიდეს, ან კლუბში დარჩეს აქ საერთოდ. ეს არის ჩვენი გზა. როგორც რატო ვისაუბრე ამდენი და როგორც მოვყევი, ეს ჩვენი განვითარების კიბეში მთავარი ძირითადი ნაჭერი გვაქვს პრობლემატური შავლომის ნაწილი. იმიტომ რომ არავისთვის დასამალი არ არის და მე დეტალურად შემიძლია საიტებიდან ამოგიღოთ, სულ ვსაუბრობთ. აქ სათამაშო დროზე არიან მოთამაშეები, ირიცხებიან მაღალ დონის გუნდებში და 300-400 წუთის ზევით ვერ ადიან. ეს ახლა ერთია ირიცხებოდა დიდ გუნდში და მეორე იყო პირველი ნომერი, ან მეორე ნომერი. ეგ კიდე ცალკე ამბავია. პირველი ნომერი თამაშობს 1700. შენ გულისხმობ ლეგიონერებს. ლეგიონერებს, ამაზეა საუბარი. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს გარეთ, საერთაშორისო სტანდარტის მოთამაშე ბევრი არ გვყავს. ჩვენი სელექცია პრობლემატურია. და შესაბამისად ამის ბალანსი უნდა მოხდეს. ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ისევ იტალიის მაგალითი ავიღოთ. იტალიის წამყვანი არის ბენეტონი. ზებრეს ძირითადად პატარა ბიჭები მიდიან და ეს პოლიტიკა ისე აქვს დაალაგებული. ეს ხელს არ უშლის, არც ბრეკს, არც მელონჩელოს, არც იმას რა ქვია, გარბისის და ასე შემდეგ და კიდე აუ 60%-იან მარჯას იჭერენ, ხან 60-იან, ხან 70. ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს მაგას თუ მიახსოვთ, ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ ეს რეალობა არ აქვს. რამდენი მოთამაშეა საერთაშორისო სტანდარტებში როჯდება? აი ჩვენ დაახლოებით ესე ნახეთ, აი ახლა გეტყვით ერთად. სოფლიო რაგბის მოთხოვნა იყო ყოველთვის და ამ პრინციპის და სისტემით მუშაობა დიდი ხანია რა. ხო. თითო პოზიციაზე 4 მოთამაშეს, აი როდესაც საუბრობ, თითო პოზიციაზე 4 მოთამაშე იწერება, ანუ ეს არის სიღრმე, აი depth charts, რასაც იცახენ, სიღრმე მოთამაშეების 4 წლის განმავლობაში ეს მოთამაშე წელს რო აქ არის, სად იქნება მერე. როგორც წესი, აი ამას რო ვავსებთ ხოლმე, თითო პოზიციაზე 4 მოთამაშეს. ძალიან გვიჭირს შევსება. პირველი 2 ყველაზე კარგ შემთხვევაში რო ჩავწეროთ. არის პოზიციები, სადაც ახლა კიდევ ვიმეორებ რა, ყველას თავის შეიძლება ძალიან ძლიერი ეგონოს, ან ყველამ თუნდაც თავის მოთამაშე და ყველა მამას თავის შვილი ძალიან ყველაფერი. ეგრეა. ყველა დასაწყისში ვქი, ყველა ადამიანის ნაკეთების საქმე არის მის ავიზიტო ბარათი. ყველაფერი აი ესე არის გამოტანილი. რამდენ წუთს თამაშობს?
შემადგენლობაში რამდენს თამაშობს, როგორ თამაშობს. ის ცალკე პრობლემაა ის ბალანსი, რომ იქ გამოძახებულ მოთამაშეებზე რომ იქ მწვრთნელები ყველა მწვრთნელთან მე თვითონ თავი მწვრთნელი ვიყავ და უშუალო კომუნიკაცია მქონდა რომ პრობლემაა რომ როდესაც კლუბში მოთამაშე უნდა ჩვენთან კი არა გალწიასთან მქონდა პრობლემა რომ თუ მაგარი მოთამაშეა და თუ პირველ ნომერია თვითონაც ჭირდება მიუხედავად იმისა რომ სოფლიო რაგბის პანჯარა გაქვს იქ სუჭიდაობა გიწევს ასე რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევებია ამის ერთადერთი ბალანსი კიდევ ვიმეორებ დღესდღეობით არის მხოლოდ ფრანჩიზა ამის უკან რა არის სიღრმეები კიდე და ის რომ არ შველის მარტო თუ ფრანჩიზას თამაშები გვექნება რა თქმა უნდა არა ფრანჩიზას თამაშები ამ ეტაპზე რაც გვაქვს ესაც სრულად ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც ფორმით აბალანსებს და ამაზე მუშაობ ჩვენ ჩაგდება ქონდა როდის გეტყვი ყველაზე დიდი ჩაგდება როდესაც რაგბი ევროპამ თვითონ ჩააგდო ეს მუშაობა კატასტროფული კალენდარი შემოგთავაზა და ის ერთი წელიწადი აი მართლა ღამის კოშმარი ვითახსოვს მაყურებელსაც და ჩვენს, იმიტომ ამაზე დივერსიფიკაცია ჩვენ ვერ მოვახდინეთ ესე სწრაფად, იმიტომ ეს ტურნირი უნდა გვეთამაშა. ფაქტობრივად 4 თამაში ვითამაშეთ, 8 თამაშის მაგივრად და მანდ ჩავივარდა მაგრამ ის წელი. დანარჩენ შემთხვევაში დღეს სათამაშო დრო არის დამაკმაყოფილებელი, კარგს არ ვეძახით, მაგრამ ანუ ამართლებს იმის საშუალებას რომ იმას რომ შავი ლომი რატომაც არის. გასაგებია. რაც შეეხება ჩემი როლი ამ ნაწილში. 18-ების და 20-ების სტაფის ამათი კოორდინაციული მუშაობა. 18-ებშიც, 20-ებშიც და შავლომშიც და ეროვნულშიც არის ერთი ანგარიშგების სისტემა. ერთი გზამკვლევი აქვს. თავის დროზე და ესეც იმ სკეპტიკოსებს მაისაშვილი მარტო მწვრთნელი არ იყო რა. თავის დროზე პირველად რეგბის კავშირს ეს შევთავაზე მე გამგეობას, რომ აი ზუსტად ეს კითხვები, ხო კითხვები ქონდა და დასვით ეს კითხვები. რომ არ ყოფილიყო ეს კითხვები და რომ არ ყოფილიყო ისეთი კითხვები, რომ რატო არ თამაშობს ნაკრებში გორგოძე დაანება გორგოძესთან. აი მე ახლობით ეს კითხვებიც მოდიოდა ხოლმე რა. და ძალიან ბევრზე უთქვიათ, ტრავმა აქვს რაღაცა, ერთწლიანი რეაბილიტაცია აქვს ვიღაცას, რატო არ ეძახიან ნაკრებში. აი ეს რო არ ყოფილიყო 2020-შივე პირველივე ტურნირი რაგბი ევროპა როგორც კი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავატარე, პირველად მოხდა ესეთი რამე, რომ სრულად თავიდან ბოლომდე 36 გვერდიანი ანგარიში ყველა თამაშის რა იყო დაგეგმილი, რატომ იყო დაგეგმილი და როგორ იყო. თავის ციფრებით, ანგარიშგებით ყველაფრით. გამგეობაზე ეს წესად დავანერგეთ, რომ ყველა აქტიობის წინ და შემდეგ ამ ანგარიშს ვაკეთებთ. შესაბამისად, ეს ანგარიშის ვალდებულება არსად არ წასულა. ეს ანგარიში გადმოდის ეროვნული ნაკრების მთელი აქტიობის წინ. გეგმას დებს, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომ 10 წლებში არ იყოს რეგბის კავშირი და მთავარი მწვრთნელი ბოლოდინებში დებს თავის გეგმას. ამ გეგმას გავდივართ ერთად ერთ-ერთზე გავდივართ, საუბრობთ, მსჯელობთ, ჩემ არგუმენტებს ვეუბნები, ის თავისას მეუბნება, თანხმდებით, როგორც კი დაამთავრებს 2 კვირის მანძილზე. მთავარ მწვრთნელთან ყველა დეპარტამენტებმა, სამედიცინო, ფიზმომზადება, ტექნიკური, მენეჯმენტი, ეს ანგარიშები უნდა მოიტანოს დადოს, ეს ანგარიში უნდა შეკროს მთავარ მწვრთნელმა, მე მიგზავნის მე ამ ანგარიშს ვკითხულობ, ჩემ შენიშვნებს ვუკეთებ, ჩემ ანგარიშს ვაკეთებ წერილობით ამის უკავშირს და ოფიციალურად ვგზავნი მწვრთნელს. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ამ ანგარიშს ვგზავნი პრეზიდენტთან და აღმასრულებელთან და უკვე ამ ფორმატში, ახალი მწვრთნელის ფორმატში პირველი შეხვედრა გამგეობასთანაც ამ ნაწილში გქონდა. აი ეს არის მთელი გზამკვლევი ამის თუ როგორ ვაკეთებთ ამას. კი ბატონო. იმაზე მეტად რომ ნახეთ მთავარი მწვრთნელის როლში ძალიან აქტიურად შესვლა არ არის სწორი, იმიტომ რომ მთავარი მწვრთნელის ნომერ პირველი წნეხი არის ის შედეგი. ეხლა რამდენიც უნდა ველაპარაკოთ. მთავარია თქვენ რას თხოვთ, თორე როგორ მიაღწევს იმას? აი ახლა 18-იანები ჩამოვიდნენ, ლევან, ესე მაგალითს ის ხო, რაც შენ ახლა მოხევი, ხო? აი კონკრეტულ მაგალითზე ჩამოვიდნენ ბიჭები, ხო, ახლა იქიდან. თქვენ შორის მოხდა კომუნიკაცია და ასე შემდეგ. აი რა მოხდა? რა თქმა უნდა, გიორგი ნემსაძე სხვადასხვა ჩამოფრინდა და მეორე მესამე დღეს თამაში ჰქონდა დიდანში და როგორც კი ეს დაამთავრა და მინდა გითხრათ რომ ფორს მაჟორში იქაც იყო აქაც იყო 2 კვირაში ეს ანგარიში მომაწოდა მე მაქვს
ნემსოს ანგარიში, რომელ ანგარიში და ზუსტად იგივე პროცესი გაიარა ამ ანგარიშმა, კომენტარები გაუკეთე, მე შევხვდი უბრალოდ ვისაუბრეთ, მომავალი გეგმები დავსახეთ, თქვა რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, სად ქონდა მოლოდინი, რამ გაამართლა, იმიტომ ეს არ არის რევიზია. ეს არ არის რომ მე ეს არის ხო ანუ მესმის თითისქნება კი მაგრამ მე ხა ნახე რა მაინტერესებს აი ნახე აქ ჩემთვის თავარი რა არის ის რო იძახის რომ მე აი ეს კარგად გავაკეთე შენ რამდენად ეთანხმები და შენ რო იძახი რომ ეს არ გამოდივიდა ეს ხო ხდები თქვენ ერთენაზე არის ეს არის შიდა სამზარეულო ხო კი ბატონო იმიტომ რომ კონკრეტით არ მაინტერესებს დაკვეთა ჩვენია ხო ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ 2024-ის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმძღვანელო რომელსაც ვაწვდით 15 წლის მოთამაშე 15, 16, 17, 18 წლის პირველ სელექციაში 17 წლის ასაკში აკეთებს 18 წელს. რა არის ჩვენი დაკვეთა? 3 კრიტერიუმია. ეს არის მენტალური მხარე და მან შედის ეთიკაც სხვათა შორის. და ძალიან ბევრი რამე მიდის, იმიტომ მენტალური რომელიც შენ დაგიწუნეს? ხო, რომელიც მე დამიწუნეს და ამ დროს საკუთარ ეთიკას მიხედვენ სანამ არ გააკეთო რაღაცას ბრალდება, მე მგონი ცოტა უხერხულია, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. ანუ თავში არის მენტალური მხარე, პირამიდის თავში, პირამიდის სამკუთხედი ვთქვა, სამკუთხედის თავში არის მენტალური მხარე. ერთი მხარე, ქვედა მხარე არის ტექნიკური უნარები, მესამე მხარე არის ფიზიკური უნარები. ამაზე არის აწყობილი მთელი ჩვენი სახელმძღვანელო თუ რა ტიპის მოთამაშე გვინდა მენტალურად, ყავდეს, როგორი უნდა იყოს ტექნიკურად, როგორი უნდა იყოს ფიზიკურად. და ეს არის გაშლილი და გავრცობილი, ეს არის დაკვეთა. ეს იცის 18 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა და მისმა სტაფმა, ეს იცის 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა და მისმა სტაფმა, ჩვენ გვაქვს შეფასების ფურცლები და პროფაილებს რასაც ეძახიან ქართულ შესატყვისი ამის რაც არის ფორმა ამ შეფასების კრიტერიუმ მოთამაშის რომელიც რეალურად თუ კი მოხდება რა თქმა უნდა ნაკლები კრიტერიუმია პატარებში ნელ-ნელა იზრდებაზევით მოთხოვნის ნაწილში 17 წლის მოთამაშის პროფაილი რო დგება ეს პროფაილი საბოლოო ჯამში მიყვება მას როგორც მისი ისტორია ეს არის ხელმისაწვდომი ყველა სანაკრებო და ესე არ არის რომ გია როგორი ბიჭია და ლევანი როგორი ბიჭია და კარგია და ცუდია ანუ ამიტომ დაიცა ეხა ერთი წუთი მიშამ შენ ცოტა მე მგონი სხვა კუთხით კითხა იმიტომ რომ ჩვენ ეგ ნასაუბრები გვაქვს ეს გავიგე რომ რა მოთხოვნები რა 18 წლიანების ნაკრების მსვლელმა როგორი უნდა გამოუშვას 20-ში პირობითად რა ეხლა აქ მთავარი არის, აი ეხლა მე რო გითხარი ხაჭაპური ვიღაცა ხო უნდა გამოგიწოს. ეს არის ის მსვლელები, რომლებიდანაც მოდიან 18 წლიანებში. კი ბატონო. აი ამათთან თუ არის მუშაობა, იმიტომ რომ ნახე დაიცა დაამთავრებინე, იმიტომ რომ ნახე როგორ არა, ნუ ეგ მაგისტრის ხარ მოსული რომ არა, შენ უნდა ილაპარაკო მე იმიტომ რომ აბას ეხლა რომ რამე კიდე რაღაცები მოკლე. ეხლა უყურებან რა ხდება, ნახე ძალიან კაი სამკუთხედი დახატე შენ მენტალობა, ტექნიკა, ისე უნარები, ფიზიკა, ხო? ეხლა ნახე, აი ამ ნაწილში რა. ეხლა არანაირი ის არ მაქვს მე პრეტენზია ამისი რა. და ეგ კითხვა სხვა შორის დაუსვით გიორგისაც რა. კი ბატონო. ნემსაძეს? ხო, ნემსაძეს და მითხრა რომ როგორ მე ვმუშაობ ამაზე. ეხლა დიდი პატივისცემით მასთან ეს ისეთი ნაწილი. ეს ვიწრო არა, ეს ისეთი ნაწილია, ეს შეიძლება არ ვიცი, შენთვისაც, ჩემთვისაც ძალიან სპეციფიური. უკვე გიპასუხა. არა მარტო. ხო, ძალიან სპეციფიური ნაწილია და ამას სხვა ტიპი ჭირდება რა. ხო და აი მithumetes ხო ხტები. ძალიან კარგი კითხვა და ხო ხტები, არა რას გეუბნები რომ ეგეთი ტიპები სად არიან? უბრალოდ რა ის რომ ამას მე ვაკეთებ, კაი მე ხა კაი ტიპი ვარ და რაღაცებს გასწავლე. ძალიან კარგი კითხვა, მე მინდა გავშალო ძალიან კარგად ეს ნაწილი, ძალიან კარგად გავშალო ეს ნაწილი. პირველი, ჩვენ როდესაც ვადარებთ და არ ვიცი, უნდათ, რა ვიცი, კომენტარად ჩამითვალონ, უნდა შენიშნათ ნებისმიერ ადამიანს რა, ვინც პრობლემებზე იწყებს საუბარს, მინიმუმ ვისურვებდი, რომ ამ პრობლემის
მისეული გადაწყვეტის გზა ეთქვა. თავისთავად. და როდესაც მე ვისმენ რომ ჩვენ რა დღეში ვართ და აბა ამათ შეხედეთ, აი ნებისმიერი რომელსაც ხელს დაადებთ ახლა იმ 12 გუნდში იაპონიის ჩათვლით მათ შორის რა ნებისმიერ სისტემაზე შემიძლია ამომწურავი პასუხი გაქცეთ. მათ შორის 4 თვე ცხოვრობდი და მუშაობდი სამხრეთ აფრიკაში და ზუსტად ვიცი ეგ სისტემა რაზე დგას. 7 წლის განმავლობაში წელიწადში 3 ჯერ ჩავდიოდი ლონდონში, ლონდონ სარასენსთან და მინიმუმ 2 დღე აკადემიურ მუშაობაში ვიწევდა მუშაობა. მათ შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, დღეს ეს ჩემი სამსახურია. მანამდეაც მქონდა. სტაჟირებებზე ზელანდიაში ყველგან ამათი სურათი ვიცი. ხალხო, ეს არ დგას რაგბის კავშირებზე, ეს დგას ქვეყანაზე, ეს არის გლობალური და მასშტაბურია. ხვდებით, მარტივად რო აქვსნა და ძალიან თავგზა არ აუბნიო ჩვენ მაყურებელს. ჩვენი სელექცია, აი კითხვას ვარ, რაზე დგას პატრიოტიზმულობო ჩვენი სელექცია. საიდან, ანუ ჩვენ რო პროდუქტს ვყიდულობთ, ან ბაზარში წავალთ, კოლმეუნებაზე, ნავთლუღში, ან დეზერტიაში, ან აგროჰაბში ვიყიდით, ხო? აი ჩვენ რო მოთამაშე გვინდა. აი ძალიან უხეშ შედარებაა. კი. ხო? ჩვენ ეს პროდუქტი კარგი გაგებით ვიღაცა ხა მომეკიდოს. ეს პროდუქტი საიდან უნდა ავიღო? კლუბებიდან. ხოლოდ. მეტი ვერსია. ხოლოდ. ეხლა შევხედოთ. რო ვიძახით. ავიღოთ ირლანდიის მაგალითი. აფრიკაზე უბრალოდ იმდეს ვილაპარაკებ, რომ მეგონი დრო არ გვეყოფა რა. ირლანდიის მაგალითი ავიღოთ. ირლანდიის სელექციის მოდი ესე ვთქვათ რა 40 აი სანაკრებო საბოლოო ეროვნულ ნაკრებში სადღაც 50%-ზე პლუს მინუს არის რა ეს რა 50 თამაშობს 50-52% მოდის იმ მოთამაშეებზე რომელსაც აქვთ გამოვლილი ისეთი დონის კოლეჯებში ნასწავლები როგორც არის მაგალითისთვის BlackRock კოლეჯი აი ჰაი კლასია ჩვენ რო ინტელექტს საუბრობთ და აქ ვიღაცა მოყავს რომელსაც სკოლაში 10 წლის განმავლობაში ფიზკულტურა არ ჩატარებია ყველა ინგლისურ ენოვარ ქვეყნებში და ყველა ბრიტანულ ქვეყნებში ერთი სტილია აფრიკაში, ზელანდიაში, ავსტრალიაში ჯერ საერთოდ იმ ფასის კოლეჯებიდან გამოდიან და ეხა ფაქტიურად ნაკრების მოთამაშე რომელიც კარიერას ამთავრებს იმას კემბრიჯი და ოქსფორდი დამთავრებული არ კონდეს, ნუ რა ეგეთი 50% შეიძლება იპოვოთ, რაღაც მიახლოებული ექნება. ანუ ჩვენ რო ვითხოვთ ბავშვებისგან და ამ კლუბებისგან ვიცი რა არის 10 წლის განმავლობაში რომ სკოლაში ზოგჯერ შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ რა პედაგოგზე ბევრი რამეა დამოკიდებული მე მყოლია მოთამაშე მე მიდან პირდაპირ ნაკრების მწვრთნელობიდან არ დამიწყია რა 30 წელიწადი მაგ სისტემაში ქვევიდან ამოსული და ვიცი ბავშვებთან ძალიან პატარებთან მე მყოლია ბავშვი რომელიც გადაწყვეტილების მიღებისგან პასუხს ვერ გიბრუნებს იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ესმის რომ დაჯექი ორიანი და შენი ხმა არ გავიგო და ესე გააკეთებ გადაწყვეტილების მიღები გვინდა მათი სელექცია ნახეთ 9%-ია იმ მაღალი ხარისხის ფასიანი კომერციული კოლეჯები და უნივერსიტეტები რა ირლანდიაში საიდანაც საერთო სელექცია კეთდება მაგრამ 51%-ზე ადის ნაკრებში იმიტომ რომ რეალურად რეგბი არის ინტელექტუალური თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე აგებული თამაში შენ თუ გადაწყვეტილების მიღებას ვერ ვასწავლით ჩვენ ნაკრებში მოთამაშეებს. ამიტომ ძალიან რელევანტური კითხვა იყო და ეხლა სად მივდივართ, როგორ ამაზე მუშაობს რაგბის კავშირი, ამაზე არის რაღაც გეგმები. მე ერთ რამეს ვიტყოდი, მე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე უფრო გლობალურად ხედავ ამ პრობლემას, იმიტომ რომ არ არსებობს ვერც ერთი რეგბის კავშირი, ვერც ფეხბურთის კავშირი და ფედერაცია და ვერავინ ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას ლოკალურად თუ ეს საერთო ნაწილში არ მოხდა. ანუ რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს სელექცია, საკლუბო სელექცია და არა აკადემიური სელექცია, საუბარია არა სასწავლო დაწესებულებიდან. ეს რომ მივიღოთ ამ აქ საერთოდ საჭიროა მთელი რეფორმები, რომ რეფორმებზედაც მე არ ვიცი როგორ წავარანაირად, ღმერთმა ყოველს ხელი მოუმართოს, მე მათ კომპეტენტური არ ვარ, სხვის მაგ გამო ვერ ვილსაუბრებ. მე დღეს ვიცი რეალობა. დიდი ღომში ლელოს სტადიონის გვერდზე არის სკოლა, რომელსაც აქვს ერთი დარბაზი და ჩვენთან იმად რა ქვია იყოფენ ერთ კალათბურთის
სტადიონს რომელზედაც ძირითადად სელფის გადაღებით და ზესულწირი ჭამით არიან დაკავებულები რა. ეს არ არის არავისთვის უცხო. ხო, არა. და ვსაუბრობთ რაზე? ჩვენ გვინდა რომ აი ესე ხდება გასაგებია რომ ხდება. მე ერთი თვე უშუალოდ სელექტორად მუშაობდი სამხრეთ აფრიკაში და ისეთ კოლეჯებში ვარ. ჰილტონის კოლეჯში და MS გრინვუდის კოლეჯში ნაყოფი ხმა ჩამომივარდა. ასეულობით ჰექტარზე როა გადაშლილი და მოთამაშე ჰაისკულები ნებისმიერი ჰაისკული რასაც არის და ესენი არის ასეულობით წარმოიდგინეთ მე მუშაობდი სელექტორად ინტერნი ვიყავი იქ რა და ვეხმარებოდი სამწნულო დეპარტამენტის უფროსი მეც იყო და დავყვებოდი და სელექციაში ვიღებდი მონაწილეობას როგორც ერთ-ერთი სელექტორი 14 კაციდან ეგ როდის იყო ეგ იყო 2006-ში 2006-ში და დიდი ნაწვალები ანუ სიტუაცია ნახე რა გავაკოტები და მთელი ამბავი იყო მაგრამ ანუ ნახე ნატალი რო კვაზულუ ნატალ რაგბი იუნიონ რაც არის ეგეთი დიდი არის კიდე 4 და შედარებით პატარები კიდე 24 და რა ვიცი მათი ჩვენი სელექციის ნაწილი რა იყო ვირჩევდით 16 წლამდე და 18 წლამდე რომ შემდგარი იყო მე ამ სელექციიდან 18 წლამდე ნაკრები და 19 წლამდე მაშინ გრადაცია სხვანაირად იყო 20-ები არის წარმოიდგინეთ რომ ესე იგი ენრაოდენობით კოლეჯი და ეს ჰაისკული რასაც ეძახიან ეს სისტემა მაგათ რაც აქვს სკოლების ამს დავდივართ ვარჩევთ მოთამაშეებს და საბოლოო ჯამში ამ მოთამაშეებიდან უნდა შეირჩეს 30 მოთამაშე ან 28 მოთამაშე რომელსაც ქვია შარქსის გუნდი ესეთი ყავთ მე სხვილი 5 და მე კიდე ძალიან ბევრი ანუ არჩევანის კრიტერიუმები ნახე და აქ საიდანაც ვაკეთებ თუმცა არ დაგვაუწყდეს იმ სკოლაში და კოლეჯებში ბავშვი სწავლობს ირჩევს მულტისპორტია ყველგან ბალახის ჰოკეი ცურვა ბირთვის ყრა რა ვიცი თუ რამე გაფეხბურთი აი თუ რამე გაგახსენდები სისტემა მოკლედ ეგ სერიოზული სისტემა გარდა 2-3 კერძო სკოლისა სადაც იქაც არა აქაც არა ჯერ მანდ მისულები არა ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეხლა შეხედე ისე ირლანდიას დავუბრუნდეთ ირლანდიას აქვს 3 სელექცია აქვს საკლუბო სელექცია საიდანაც ერთი ნაკრები დგება 18 წლამდე აქვს ანუ მათი განვითარების გზა ეს კიბერ ასე ვთქვით pathway რაც არის რა ანუ მეორე აქვს ფრანჩიზები ლეისტერი მასტერი და საბოლოო ჯამში ამ კოლეჯებიდან და ამ ფრანჩიზების სელექციიდან სულ ყავთ 3 ნაკრები 1 2 3 სხვადასხვა ტურნირებს ათამაშებენ პირველი რო ჩადის ჩვენ რო ჩავდივართ აფრიკაში ისინი პირველ გუნდს უშვებენ მეორე გუნდი ჩადის და უელსთან და იტალიასთან ცალკე თამაშობს ანუ საშუალება ძალიან ბევრია მე არ გაურბივარ ამ პრობლემებს ლოკალურად რეგბის კავშირი მარტო ვერ მოაგვარებს და ამაზე მუშაობენ არის განვითარების დირექტორატი რომელსაც თავის ხედვები აქვს რომელიც ვთქვათ რაღაც გეგმებს ყავდა კავშირში იგი რა განვითარების დირექტორი ლაშაკი არა ჯაბა ხო აუ კიდევ მეორე ლოკალურად ეს პრობლემა არ არის გადაწყვეტილი ხო რაღაც დონეზე გადაწყვეტა ინფექცია იქნება მაგრამ ის რაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ ის რისი დეფიციტი თქვენ გაქვთ და რისი ნოსტალგიაც იმიტომ სამხადრო აკადემიის გუნდში დავიწყეთ თამაში თამაშობენ სტუდენტები ტიპები რომელსაც ევასებოდათ რეგბის აი შენი პოზიცია ერთ საკითხზე რა კი ჩამოვარდა ეხლა სხვა რაღაცა მინდოდა მეკითხა მაგრამ რა კი ჩამოვარდა ანუ აღზდაზე განათლებაზე და ცენზი ნუ აქვს მნიშვნელობა გეთახმები იმაში ხელს ვაწერ რომ ეს ინტელექტუალური თამაში ეს არის ურთულესი თამაში ეგ არის გაცილებით უფრო რთული ვიდრე ფეხბურთის თამაში იმიტომ რომ 30 კაცია მოედანზე და იქ სადა სივრცეების ზებნა ძალიან რთულია სხვა მე მაშინ დავსვით ეგეთი რაღაცა ვთქვით აზრი ვთქვით ეგეთი იქნებ თუ მოხერხდა გაკეთდეს რაღაც სპეციალიზირებული სკოლა როგორ იცი სადაც პასუხისმგებლობა ბელი განათლების სამინისტროც იქნება და რეგბის კავშირის ანუ იქ სწავლა იქნება ძალიან კარგი მაგრამ თან იქნება რაგბის გაკვეთილები მაგრამ თავისთავად იქ ეხლა როგორ უნდა აეწყოს ეხლა ეგ სტრუქტურა დეტალებია მაგრამ თვითონ იდეას ეთახმები თუ ნახეთ გეტყვით რა ინექციები არსად არ მუშაობს რა ჩემი პირადი აზრით დღეს ჩვენ გვაქვს პროექტი 4 აკადემიის რომელი აკადემიაც რეალურად ეს პროექტი მეორე წელია მუშაობს
ამის მოდერნიზაციაზე და ცოტა სხვა ფორმით გაკეთებაზე მუშაობს ახლა რეგბის კავშირი რაღაც პროექტი აქვს. აკადემიების. ანუ 4 აკადემია არის. ეს არის ლელოს აკადემია, ხვამლის აკადემია, აიას აკადემია და ქუთაისის აკადემია და ბათუმის ალბათ ხო. საუბარია. ამ კუთხით მიდის მუშაობა. დიახ. ჩემი პირადი აზრი, რომ რა უნდა გაკეთდეს, არის ყველაზე მთავარი არის ის, რომ კლუბებს მივეხმაროთ, რომ სწორად იმუშაო. ეს არის მთავარი. რატომ? იმიტომ რომ თავშივე ვახსენე, კლუბები არის ის ადგილი, საიდანაც ჩვენ მოგვაქვს პროდუქტი. კლუბები თუ მუშაობას შეწყვიტავენ, ჩვენ მოთამაშეებს ვერ საიდან ვერ წამოვიყვან. ანუ მთავარი მოცემულობა ჩემთვის არის, რომ კლუბებმა სწორად იმუშაონ. დიახ. რა არის ეს და რატომ არის? ეხლა მესამეს ვიტყვი როგორ აი ზუსტად მანდარი რაგბის კავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა პირველი რაც გაკეთებული გვაქვს ეს არის ჩვენი დაკვეთა და ყველამ კარგად იცის ის კლუბი იქნება აკადემია კერძო აკადემია იქნება თქო სკოლა იქნება თუ რაც იქნება ყველას ეცოდინება რომ ჩვენი დაკვეთა ისე კი არა რომ აი კაი ბიჭი და ცუდი ბიჭი ჩვენი დაკვეთა გვაქვს კონკრეტული პარამეტრები მოთხოვნები ეს იციან რომ ეს ამ ტიპის მოთამაშე უნდა შექმნან, რომ მივიდეს სანაკრებო ვერტიკალამდე პირველ სელექციაში. შევადონ. აი ამ ტიპის სამუშაოებს რეგბის კავშირი კიდევ უფრო თუ გააღმავებს და დარწმუნებული ვარ რომ გააღმავებს, ანუ ჩვენ ყველანაირი ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რაც კლუბს მიცემს იმის ხედვას, რომ იმ ტიპის პროდუქცია აწარმოოს, რომელი პროდუქცია ჩვენთვის არის მისაღები. რაღაც პროდუქციას გია რო აწარმოებ, მე რო ვარ ჩამპარებელი გინდა არ გინდა ჩემზე ერგები. აი მანდარი რეგბის კავშირის როლი. მანდა ვარ თუ ცოტა რაღაცა ძალის მიერად უნდა. რასაც ამბობ, მაგრამ ვერ ხვდები როგორ უნდა მიაღწიო, მაგრამ ამ რესურსს კადრებით. ლევან, ჩემო კარგებო, კაი ხანს ვსაუბრობ ჩვენ უკვე. თან ეხა ის არა ქვია. ისე გამოვიდა რომ ყველაფერი კარგად არის და ვერ გავლაზე. არა, ხო, კაი. ისე არა, ხო, აი ლევან მოდი რა, ამაზე დავამთავროთ ახლა რა. მე ხომ ვიცნობ ახლა. არა, ვიცი. ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხუბობ ხოლმე. არა, ვიცი, ხო და მაგიტომ გეუნები. თვითმაყოფილი ვიყო რა. მოგლეთ, დიდი მადლობა, კიდე ერთხელ ვიძახი რომ ჩვენთვის და სამწუხაროდ არ ვიცი. თუ გასახარად რა, ლევანი იმდენ რაღაცა მოგვიყვა, რომ ჩვენ ძალიან ცოტათი ჩავერია. ეს შენი შესავალი იყო ძალიან კარგი რა. მე ესე ვთვლი რა. ჩვენ ახლა მეტი შესაძლებლობა მოგვეცა გაჟდისთვისაც და თქვათ შეგიპირებთ უახლოეს მომავალში ისე დავждეთ, გავაგრძელოთ და მაშინ ის საკითხებიც გავიაროთ. ეს ვეთყვი გულშემატკივრებს, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგჭა ჩვენ ვერ მოვასწარით, ფორმატს თავისი წესი აქვს, დამწუხაროთ, მაგრამ რაგი პირობა გვაქვს, რომ ჩვენ კიდე შევხვდებით, აუცილებლად მაგ კითხვებსაც დაუბრუნდებით. დიდი მადლობა კიდე, როგორც თქვით, კიდე მოვა. ვიყურეთ, გამოგვიწერეთ, მომავალ შეხვედრამდე.